დღეს არის ბოლო მოგზაურობა ბერძენ-სპარსელთა ომისა. დღევანდელი საუბრის მეორე ნაწილი მიეძღვნება იმ გმირების ბედის გარკვევას, რომლებიც ასევე სანიშანსვეტო ფიგურები იყვნენ ძველი ბერძნული ცივილიზაციის ისტორიაში. 469 წლების ზამთარია. შუა საბერძნეთში გავს დიდი ჯარით ქსერქსეს სიძე მარდონიოსი, რომელმაც ქსერქსეს შეპირდა, რომ ის საბერძნეთის დაპყრობას ბოლომდე მიიყვანს. თან ვიცით, რომ სპარსელებმა გადაწვეს ათენი. მარდონიოსი ათენში აგზავნის ელჩებს და ათენელებს თავაზობს, რომ ვიმეგობროთ, ჩვენ ავანაზღაურებთ იმას, რაც გავანადგურეთ. პირდებიან ათენელებს სიმდიდრეს, ოღონდ ერთ პირობა, გადმოდით ჩვენსკენ. სპარსელების ხარის. რამდენ მიწასაც მოითხოვთ თქვენ მეზობელ ბერძნებში, იმდენს მოგცემთ და გადმოდით ჩვენ მხარეს. მაგრამ ათენელების პასუხია საინტერესო. არ არსებობს ოქრო მიწის ზემოთ და მიწის ქვემოთ, რომელსაც ათენელები ანაცვალებენ ბერძნების თავისუფლებას. ახლა იქ არ ყოფილა ასეთი პარტია, რომელიც იტყოდა მშვიდობა გვინდა და რაღაცა და ომი არ გვინდა და ამას მოყვა ის, რომ დაიძრა მარდონიოსი თებე და ამოვიდა ათენისკენ. სპარტა გამოდის მთელი თავისი ძალით. დაიწყო სასტიკი ხოცვეშლა. დახოცეს ყველა, ტყვეთ არა იყვანეს არა. ბერძნულ წყაროებში რო ნახო ბერძენ-სპარსელთა ომები, ჩვენ დავარქვით ისტორიკოსებმა, თორე ბერძნები ეძახიან მიდიური საქმე. საქმე, ომს ეძახიან საქმეს. ზოგიერთ სახელმწიფოზე არ იყოს მთელი მენდელეევის ტაბულა რო აქვს და მაინც ხვის დაპყრობა რო უნდა. რაღაცები არ იცვლება გიორგი თუ ატყო. ეგ არის იმპერიული ამბიციები, რომელიც ხანდახან ირაციონალურია. აი რა გინდა? ჩემთან რა გინდა? რატო ხარ შენ თავისუფალი? რატო არ დადიხარ ჩემ ჯგუას? ჩემზე ცოტა რო ხარ, მაშინ უნდა დაგჭაკრო. ეს პრიმიტივიზმი. ხოთაშურის აღმოსავლური პრიმიტივიზმია ეს. მოგესალმებით დროების YouTube არხის მაყურებლებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც თვალს ადევნებთ გადაცემათა ციკლს მოგზაურობა წარსულში, რომელსაც უძღვება ისტორიკოსი გუბა სანიკიძე. ჩვენ ძალიან საინტერესო გადაცემების ციკლი შევთავაზეთ დროების მსმენელსა და მაყურებელს და კიდევ უფრო საინტერესო გახდება ის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ადამიანებისათვის, რომელთაც აინტერესებთ ისტორია, მსოფლიო ისტორია, ზოგადად ცდილობენ, რომ თავიანთი საგანმანათლებლო თვალსაჩინო გააფართოვონ და ძალიან დაგვეხმარებით ამ საქმეში, თუკი მოიწონებთ, გამოიწერთ, გააზიარებთ დროების კონტენტს, განსაკუთრებით მოგზაურობას წარსულში. ჩვენს წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ძველი საბერძნეთისა და სპარსეთის იმპერიის დაპირისპირების მნიშვნელოვან ბრძოლაზე, რომელიც საბოლოო ჯამში მაინც დამთავრდა ბერძნების გამარჯვებით, ეპოქალური გამარჯვებით შეიძლება ასე ითქვას და მივადექით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაზას ამ დაპირისპირების, რომელიც გარკვეული გაგებით შეიძლება ითქვას, რომ არის აღნიშნული ერთი მნიშვნელოვანი ეპოქის დასასრულის. ამით დავამთავრებთ სეზონს და მომემზადებით უკვე ახალი სეზონისთვის, რომელიც სექტემბრის დასაწყისში გაგრძელდება, შესაბამისად, ჩვენ მსმენელსა და მაყურებელს აქვე შეგვიძლია ურჩიოთ, რომ მათ ექნებათ გარკვეული პერიოდი დრო, 2 კვირა, საიმისოდ, რომ გამოიყენონ ეს პერიოდი და ჩვენს მიერ უკვე ატვირთული, მომზადებული გადაცემები ხელახლა ნახონ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ შეიძლება ან შეუმჩნეველი დარჩა, ან განსხვავებულად შეხედოთ და გამეორება შეიძლება ითქვას ამ შემთხვევაში ნამდვილად არის ცოდნის დედა იმდენ საინტერესო მრავალმხრივი ფაქტებით გაჯერებულ ამბებზე გიყვებათ ბატონო გუბაზე. გუბას, დღეს რაზე ვისაუბრებთ? დღეს არის ბოლო მოგზაურობა ბერძენ-სპარსელთა ომისა, ანუ ციკლი, რომელიც საკმაოდ დიდი გამოგვივიდა, 9 მოგზაურობა გამოგვივიდა. ეს პირველი ცივილიზაციური დაპირისპირება დაწყებული ძველი ირანიდან, აი დამთავრებული ბოლო მოგზაურობა ესაა პლატეას ომი და ომის დასრულება, ბერძენ-სპარსელთა ომის დასრულება. დიდი გამოგვივიდა, 10 საათზე მეტი გამოგვივიდა. მე თვითონ მიყვარს
ხო და ნუ ამ ციკლს დავასრულებთ და მე ძვირფასო მეგობრებო როგორც ბატონმა გიორგი მოგახსენათ 2-3 კვირა შევისვენებთ, იმიტომ რომ აგვისტოვარი ყოველთვის ასე არის ტელევიზიებშიც, ინტერნეტ მედიებშიც, ხო და სექტემბრის შევთანხმდით, რომ 9 სექტემბერს გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. ტრადიციულად სამშაბათს 21 სამშაბათს დღეს გავაგრძელებთ, ოღონდ უკვე გავავდივართ ახალ ეტაპზე, უკვე ისე ძველ საბერძნეთს ეხება, ოღონდ უკვე სხვა საკითხი არის ესა. ეს არის კლასიკური საბერძნეთი, რომელსაც მეორენაირად პერიკლეს ეპოქას უწოდებენ, მერე ეს გაგრძელდება, პელოპონესის ომები იქნება, მერე ამასაც გავივლით და მერე უკვე ალექსანდრეს და ფილიპეს და ალექსანდრეს ეპოქა მოდის. საკმაოდ მოცულობითი და დიდი საკითხები არის, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო. ალბათ მთელი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრწყინვალე ხო, არა, ეს არის ანიშანსვეტო ეპოქა არის ეს ახლა მაკედონია და ფილიპე და ალექსანდრე ახლა მოგეხსენებათ ხო რაც არის და დღეს მე და გიორგი საუბრობდით სხვათა შორის და სადღაც ახალ წლამდე მოგვიწევს ამ ეპოქის გავლა, ოღონდ უაღრესად საინტერესო იქნება, მასშტაბები გაიზრდება, გეოგრაფია გაიზრდება, რა თქმა უნდა, ხოლო მე ახალი წლების მერე უკვე გადავალთ რომზე უკვე და რომის ისტორიაზე და მის დაარსებიდან იმპერიის ჩათვლით, ასევე ძალიან მოცულობით ის ასე რომ მასალა ბევრი გველოდება წინ, ბევრი საინტერესო თავგადასავალი და მოგზაურობა გველოდება, ბევრ ამას გავიგებთ ახალს, ბევრ ძველს გავიგებთ, ოღონდ გადავაფასებთ და ძალიან მნიშვნელოვან ცოდნასაც შევიძენთ. ჩემი თხოვნა იქნება ეს პერიოდი აგვისტოში, როცა ჩვენ არ გამოვალთ და სექტემბრამდე შეგიძლიათ თავიდან ნახოთ ეს, იმიტომ რომ გადააბათ ერთმანეთზე, იმიტომ რომ აქ ლოგიკური წყვეტა რო არ იყოს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ არა მარტო ამ მნიშვნელოვან ბრძოლაზე, არამედ დღევანდელი საუბრის მეორე ნაწილი მიეძღვნება იმ გმირების ბედის გარკვევას, რომლებიც ასევე სანიშანსვეტო ფიგურები იყვნენ ძველი ბერძნული ცივილიზაციის ისტორიაში. ყველას გავივლით, ვინ როგორ დაამთავრა თავისი წუთი სოფელი. თუმცა წუთი სოფელი კი დაამთავრეს, მაგრამ ისტორიაში მარადიულობას ეთამაშებიან დღესაც ეს ადამიანები. გავაგრძელოთ, ესე იგი 480-479 წლების ზამთარია, გვიანი შემოდგომა ზამთარია. რა მდგომარეობა გვაქვს? ბერძნებმა თავი გადაერჩინეს, საზღვაო ბრძოლა მოიგეს, სალამინის ბრძოლა მოიგეს. ქსერქსე გაიქცა აზიაში, სპარსელების მეფე, მაგრამ შუა საბერძნეთში, კერძოდ თესალიაში და ბეოტიაში დგას დიდი ჯარით ქსერქსეს სიძე და მამაცი სარდალი, ახალგაზრდა სარდალი მარდონიოსი, რომელმაც ქსერქსეს შეპირდა, რომ ის საბერძნეთის დაპყრობას ბოლომდე მიიყვანს. ანუ ზღვაზე ბერძნებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ხმელეთის ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თან ვიცით, რომ სპარსელებმა გადაწვეს ათენი. მივიღეთ ასეთ მდგომარეობა ხა. რა ხდება ამ საომარ ბანაკებს შორის? ახლა მარდონიოსზე გითხარით, სპარსელები გამაგდნენ ბეოტიასა და თესალიაში. დაახლოებით 150,000-მდე უნდა იყოს მათი ჯარი. გარდა ამისა, ისინი ძალას იკრებენ და დავარქვათ ასე მოღალატე ბერძნების ჯარებსაც კრებენ. კერძოდ ბეოტიელები, ანუ თებელები და თესალიელები მათ ჯარში აპირებენ ბრძოლას. დიდი ჯარია ესა, საბოლოო ჯამში შეთანხმდნენ, რომ სადღაც 150,000 მინიმუმ უნდა ყოფილიყო მარდონიოსის ჯარი. თან ესაა დარჩეული ჯარი, იმიტომ რომ მარდონიოსმა თავისი ნებით აირჩია ის სამხედრო ნაწილები, რომელიც მას სურდა. კერძოდ აქ არიან სპარსეთის იმპერიის საუკეთესო მეომრები, სპარსელები, მიდიელები, საკები და ინდოელები. ესენი დაიტოვა მარდონიოსმა საუკეთესო შეიარაღება, რჩეული ჯარი სპარსეთის იმპერიას. ახლა რა ხდება ბერძნებში? ბერძნების მთავარი სამხედრო ბანაკი, ვიცით, ჩვენ კორინთოს ყელზე, კორინთოში იკრიბებიან, კორინთოს საბჭო ქვია, მეორნაირად ამას ქვია საერთო ბერძნული კავშირი.
თავიდან 30 ქალაქ სახელმწიფო იყო, მაგრამ სალამინის გამარჯვების შემდეგ უკვე ძალიან ბევრი ბერძნული ქალაქი, რომელიც აქამდე ნეიტრალურს თამაშობდა, უკვე პატრიოტული აღდგინებით გამოირჩევიან, იმედი მიეცათ სალამინის გაუგონარი გამარჯვება, ძალიან დიდი მორალური სიმყარე შეიტანა ბერძნებში ზოგადად, ბერძნულ სამყაროში, ამიტომ კორინთოში არის საბჭო, სადაც იკრიბებიან სარდლები. ზღვაზე გაიმარჯვეს, მაგრამ ხმელეთზე ჯერ კიდევ მტერი შუა საბერძნეთში არის. საინტერესო ისე, რომ ამ დროს მოხდა ბერძნულ არმიაში სარდლობის გამოცვლა. ახლა მიზეზები ზოგი შეიძლება ვივარაუდოთ, ზოგის შესახებ ინფორმაცია გვაქვს. ახლა ვიცით, რომ ორივე ძალას სახმელეთოს და საზღვაოს მართავენ სპარტელები. სარდლობა მათ ხელშია, თუმცა საზღვაო ძალებში მაინც ათენელების როლი განსაკუთრებით მაღალია, ამიტომ იქ სპარტელების მთავარსარდლის როლი ძალიან ნომინალურია, კერძოდ აქამდე იყო ევრიბიადე. მაგრამ სალამინის ბრძოლის შემდეგ სპარტელებმა გამოცვალეს სარდალი, ევრიბიადე გაიწვიეს და საზღვაო ძალებს სათავეში ჩაუდგა სპარტის მეფე ლეოტიხიდე. ისევ გაგახსენებთ, ეს ლეოტიხიდე არის ევრიპონტიდების დინასტიიდან და თავის დროზე, როცა კლეომენის მიერ შეთითხნილმა ბრალდებამ დემარატი აიძულა ღალატზე წასულიყო და სპარსეთში გაიქცა, ერთ-ერთი მთავარი მოწმე იმისა, რომ დემარატი თითქოს და არ იყო ნამდვილი შვილი მამამისის არისტონის, იყო ეს ლეოტიხიდე. მათი ნათესავი. მათი ნათესავი, ხო? ეს ლეონტიხიდე ჩაინაცვლა ლეონიდეს. არა, ლეონტიხიდე ჩაენაცვლა დემარატეს. ახლა რაც შეეხება ლეონიდეს ვინ ჩაენაცვლა. ანუ დემარატე გაიქცა, კანონი დაარღვია, სასამართლოზე უпроსწორად სპარტის დატოვების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ გაიქცა სპარსეთში და ვიცით, რომ ის მოვალატე იყო, ხო? ის ტახტი დაიჭირა ლეოტიხიდე. სწორედ ეს ლეოტიხიდე არის უკვე ფლოტის მეთაური, მაგრამ რაც შეეხება სახმელეთო ჯარებს. აქამდე ვიცოდით, რომ სახმელეთო ჯარებს სარდლობდა ლეონიდე, გმირი მეფე, ელადისა და ევროპის და ცივილიზებული სამყაროს მართლაც რომ გმირი არქეტიპი, არქეგმირი შეიძლება დავარქვათ, ის დაიღუპა თერმოპილეში. ამიტომ გაერთიანებულ ბერძნულ ჯარს ხმელეთზე ჭირდება ახალი სარდალი. როცა ლეონიდე მოკვდა, დაიღუპა, მას დარჩა მცირეწლოვანი შვილი, პლისტარქე. ის მერე მეფე გახდება. მაგრამ პლისტარქეს ჭირდება რეგენტი, სამდე გაიზრდება, ხო? ჯერ აგოგე უნდა გაიაროს და მთელი საქმე არის, ხო? ამიტომ მას რეგენტად დაუდგა ბიძამისი, მამამისის ტყუპისცალი კლეომბროტე. მაგრამ მალევე მოკვდა ეს კლეომბროტე. ბიძა მალე მოკვდა პლისტარქეს. და გერუსიამ და ეფორების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგენტობა გაეგრძელებია მისთვის კლეომბროტეს შვილს პავსანიოს. ანუ პავსანიოსი, რომელიც დასრული მამაკაცი, არის პლისტარქეს მცირეწლოვანთა ბიძაშვილი, უფროსი ბიძაშვილი გახდა მისი რეგენტი, ანუ მფარველი და მისი ინტერესების დამცველი. სწორედ ეს პავსანიოსი დაინიშნა გაერთიანებული ბერძნულის ჯარის სარდლად, კერძოდ კორინთოში არის ეს საბჭო ზისიქა, საერთო ბერძნული საბჭო. ამასობაში ბერძნები, უпроსწორად პელოპონესელები, ისევ იმეორებ. საბერძნეთი არის სამი ჩრდილოეთი, რომელიც ფაქტიურად არის სპარსელების მხარეზე, თესალია, შუა საბერძნეთი დაზარალებული და გაჩანაგებული, ათენი გადამწვარი, თესპია გადამწვარი, პლატეა გადამწვარი და სამხრეთ საბერძნეთი, პელოპონესის ნახევარკუნძული, რომელიც ამ შუა საბერძნეთს უერთდება, არ ვიწრო ყელი არის, იქა 6 კილომეტრიანი ვიწრო ყელია, ხმელეთი ეძახიან ისთმოსის ყელს, ანუ კორინთოს ყელსაც ეძახიან. დღეს მე მგონი არხია იქ გაკეთებული, იქ გემები მოძრაობს, კორინთოს ყელი. იქ გამალებით აშენებენ პელოპონესელები ციხესიმაგრეს, რომ მარდონიოსის ჯარი არ შეიჭრას პელოპონესში. ამიტომ დიდი მშენებლობა მიდის, მაგრამ მაინც ახლა მთავარი პრობლემა არის რა უქნან მარდონიოს. ამ დროს ძალიან საინტერესოდ იქცევა
მარდონიოსი, რომელიც გამაგრებული არის თესალიასა და ბეოტიაში, ათენში ამ გადამწვარმა. ათენში ისინი ხო გავიდნენ იქ, როცა ქსერქსე გავიდა, მათ ათენი დატოვეს რა. ათე გადამწვარ ათენში, სადაც დაბრუნდა მოსახლეობა და რაღაცას აშენებენ, რაღაცას წმინდავენ, ამას დანახშირებულ ქალაქის გაწმენდა დაიწყო. ეს ათენში აგზავნის ელჩებს. მარდონიოს და ათენელებს თავაზობს, რომ ვიმეგობროთ, შინაარსხვები ახლა. არსებობს ეს ტექსტი, მაგრამ მაინც უფრო მოკლედ. ათენელებს თავაზობს, რომ ვიმეგობროთ, ჩვენ ავანაზღაურებთ იმას, რაც გავანადგურეთ და იმის იქეთ კიდე ესე იგი გადავიხდით ოქროთი და ვერცხლით. პირდებიან ათენელებს სიმდიდრეს, ოღონდ ერთ პირობა, გადმოდით ჩვენსკენ. სპარსელების ხარის. სპარსელების ხარზე გადმოდით და ათენელებს პირდება თავისუფლებას, რამდენ მიწასაც მოითხოვთ თქვენ მეზობელ ბერძნებში, იმდენს მოგცემთ და გადმოდით თქვენი ჯარით და თქვენი ფლოტით ჩვენ მხარეს. და სპარტაში გაიგეს, რომ სპარსელები და ათენელები რაღაცას ბჭობენ. და სასწრაფოდ ელჩები აფრინეს. ათენში. ხო, რომ ემანტ არ გაგიჟდეთ ათენელებო და იმიტომ დამთავრებული იქნებოდა. ვეღარც სპარტა უშველი და ვეღარც სამხედრო მანქანა უშველი და ვეღარც ვისა რა ქვია პავსანიოს და ვერავინ. პელოპონესელები მარტო ვეღარ მოერევა, ათენური ფლოტი სპარსელების მხარეზე დამთავრებულია. ამიტომ ელჩები ჩავიდნენ და ისე მოხდა, რომ სახალხო კრებაზე ელჩებიც ორივე მხარის ელჩები არიან სპარსელებიც და არიან სპარტელებიც და ჯერ გამოვიდნენ სპარსელი ელჩები მიდვართეს ათენელებს ამძიან და გადმოეთ ჩვენ მხარეზე და ყველაფერი კარგად იქნება რა. საბერძნეთში თქვენ იქნებით თავარი ქალაქი, თავისუფლება გექნებათ. არანაირ გადასახადს, არანაირ ხარკს არ ვითხოვთ, მაგრამ ვიყოთ და ვიძმოთ. გამოვიდნენ მერე სპარტელები და ათენელებს მიმართეს. ახლა ანტიპატია ამ ორ ძველ ქალაქს დიდი ხანი აქვს, ახლა ამაზე ვილაპარაკეთ, რომ ათენელები მან არ მიქაროთ რა, თორემ სამუდამოდ თავი მოგეჯრებათ ბერძნებში და სამუდამოდ დაღუპავთ ელადას. შინაარსი ასე იქ ახლა სხვადასხვანაირ რაღაცები. მაგრამ ათენელების პასუხია საინტერესო. ათენელების პასუხი არის ასეთი ორივე მხარეს. არ არსებობს ოქრო მიწის ზემოთ და მიწის ქვემოთ, რომელსაც ათენელები ანაცვალებენ ბერძნების თავისუფლებას. ხო, სპარტელებმა მანამდე შეახსენეს ათენელებს, რომ ომიო თქვენს გამო დავიწყეთ. თქვენთან გქონდათო სპარსელებსო პრობლემაო ჯერ კიდე იონის აჯანყები და ამიტომ თქვენთვის ომობდით. ათენელების პასუხი ასეთი არის. არ არსებობს ოქრო მიწის ზემოთ და მიწის ქვემოთ, რომელსაც ანაცვალებენ ბერძნების თავისუფლებას ათენელები. ხოლო სპარსელებს მიმართეს, რომ სამდე მზე იმ გზით ივლის, რითაც დადისო, მანამდე ჩვენ სპარსელებს არ მოვეშვებით და პასუხს ვაგებიებთ ჩვენი დანგრეული ტაძრების და დაქცეული ათენის სანაცვლოდ და ბოლომდე გაგისწორდებით. ანუ ათენი არის ალესილი შეუვალი ათენი რა. ხო, ახლა იქ არ ყოფილა ასეთი პარტია, რომელიც იტყოდა მშვიდობა გვინდა და რაღაცა და ომი არ გვინდა და ასეთი ამბები არ ყოფილა. მთელი ათენი არის შემართული. რა თქმა უნდა, ათენში ჩვენ ახლა როცა ვთქვით, რომ თემისტოკლე გადააყენეს სარდლობიდან, ახლა თემისტოკლე ისევ ძლიერ პოლიტიკოსია, ათენში ნომერ პირველი სოლისტი უკვე არისტიდე მართალი. ის ათენელებმა დანიშნეს სახმელეთო ჯარების სარდლად, ხოლო საზღვაო ჯარების სარდლად დანიშნეს ქსანთიპე, ალკმეონიდების გვარიდან. თემისტოკლეს მეტოქია ასევე ეს.
ამიტომ მარდონიოსის ელჩები წავიდნენ დაბოღმილები და ამას მოყვა ის, რომ დაიძრა მარდონიოსი იქიდან თებედან, ამოვიდა ათენისკენ. ათენელებმა ისევე გახიზნეს თავის ცოლ-შვილი. ეგინაზე და სალამიზე, კუნძულ სალამიზე, მარდონიოსი შემოვიდა და დაიკავა ათენის. ჯერ ხელს არ კიდებს. ზოლის გარეშე შემოვიდა. ხო, ნუ ახლა ვინ გაუწევდა იქ ამბეგობას. ქალაქი აღარ არსებობს, მიწასთან იყო გასწორებული. და მარდონიოსმა ხელმეორედ იფიქრა, რომ ახლა მაინც არგუმენტები უფრო გამიძლიერდება, ნახონ რომ ისევე აქავარ, იქნებ ჭკუაზე მოვიდნენ. და ხელმეორედ შემოუთვალა ათენელებს, რომ გადმოდით ჩვენსკენ, ვიმეგობროთ, ძმები გავხდეთ, მოკავშირეები გავხდეთ, მშვიდობა ჩამოვაგდოთ, იბედნიერეთ, გამრავლდით, გამდიდრდით, აგერ ამ მთელი აზია თქვენთვის არის გამზადებული, ხო? მართლაც რომ პრაგმატულად დავარქვათ ასე და თანამედროვე 21 საუკუნის გამომშრალი რაციონალიზმიდან გამომდინარე, რატომაც უკეთესი რა გინდა, ამხელა აზიის ბაზარს გიხსნის, არ გეუნება დამემორჩილე პირიქით, თანასწორად გიყენებს, გეუნება საბერძნეთზე შენ გაბატონდი, შენ იყავი აქ მთავარი მაყურებელი, დავარქვათ. თანამედროვე ქართველების გასაგებ ენაზე ვსაუბრობ, ხო? მაყურებელი იყავი რა ათენის რა პრობლემა. ხო და ათენელებმა ისევ უარი. მაგრამ ამავე დროს ელჩები გააგზავნეს სპარტაში რა. ათენელებმა. ერთი ვერსიით ჩავიდა თვითონ არისტიდე, მეორე ვერსიით არის ქსანთიპე ჩასული და კიმონი. ვინ არის კიმონი? კიმონ უმცროს გახსოვთ თქვენ მილტიადე როცა დახარკეს და ვალის სახლში რომ მოკვდა განგრენით. მილტიადე უმცროს დიდი მარათონის გმირი. რო არაპატიეს პაროსის მარცხე ხო. ამიტომ იმის შვილი მილტიადე უმცროს მამას ერქვა კიმონ უფროსი და მილტიადე მე თავის შვილს დაარქვა კიმონ. მამამისის სახელი და ესა კიმონ უმცროს, ეს ახალი ამომავალი გმირია ათენის. ამაზე შევჩერდებით მერე ჩვენ კიმონ უმცროს. მერე მამამისი რომ მოკვდა, ვალი შვილს უნდა გაესტუმრებია და შვილი გაასტუმრებია არისტიდემ და კიდე არისტიდეს საშუალებით რამოდენიმე მდიდარმა ათენურმა ოჯახმა კიმონს მიეხმარეს და მილტიადეს ვალი გაისტუმრეს რა მაშინ და კიმონი გამოვიდა ამ ვალიდან. ხო არის ერთი მონაცემით რომ ელჩობაში არის კიმონი და ქსანთიპე წასული, მაგრამ მეორე ვერსია რომ არის, ნუ რა მნიშვნელობა, ათენელები ჩავიდნენ სპარტაში და ძალიან მკაცრად მოთხოვეს სპარტელებს რომ დროზე მოგვეხმარეთ. კიდე ახალმთვარეობას ნუ დაეგვდებით. დროზე მოგვეხმარეთ, თორემ ესეთ სიტყვები უთხრეს რა სპარტელებს, ეფორების და გერუსიის კრებაზე გამოვიდა. თორემ ათენი მონახავს საშუალებას თვითონ გამოსავლისათვის. ჩვენ თვითონ მოვძებნით საშუალებას გამოსავლისათვის. გამოსავალს ჩვენ თვითონ მოვძებნით. ახლა ამაში სპარტელებმა იფიქრეს, რომ ესენი არ გადავიდნენ რა მართლა ამ სპარსელების მხარეზე რა და სასრაფოდ უკვე დაირაზმა სპარტა და ამჯერად უკვე დიდება უფალს სპარტა გამოდის მთელი თავის ძალით. სარდალი არის პავსანიოსი, პლისტარქეს, უფლისწულ პლისტარქეს ბიძაშვილი და რეგენტი. და გამოვიდნენ და დაიძრნენ, მთელი პელოპონესი დაიძრა. მარტო სპარტის გარდა მისი მოკავშირეები, არკადიელები, ელიდელები, კორინთელები, ფლიუნტელები, ტრეზენელები, ყველა მთელი პელოპონესი გამოდის არგოსის გარდა. არგოსი უდაბოღმილია რა. სადაც სპარტა, იქ არგოსი არ არის. აი ეს შური, ტრადიციული შური ბერძნულ ქალაქებში იყო. სპარტის მოშურნე იყო სუარგოსი და ათენის მოშურნე იყო თებე. ათენმა რომ მიწა და წყალი არ ჩააბარა თავის დროს დარიოს, თებე ამიტომ გადავიდა ათენელების ჯინაზე გადავიდა სპარსელებს. სულ სხვადასხვა ბანაკში არის ყოველთვის. დაიძრა პელოპონესის არმია. ვინ არიან აქ? ახლა გამოვიდა უკვე 5000 სპარტიატი მოდეს. მათ თან ახლავთ 5000 პერიეკი.
თავისუფალი ოღონდ არამოქალაქე ანუ 10,000 ჰოპლიტი გამოვიდა სპარტიდან. გესმით თქვენ 300-მა რა ქნა იქა. და აქ 5,000 სპარტიატი და 5,000 პერიეკი. გარდა ამისა შეუერთდნენ აქ უკვე არკადიელებიც, ელიდელებიც. სხვადასხვა დათვლა არის. სხვადასხვა დათვლა არის, მე გზაში რომ მიდიან უკვე მოდიან კორინთოს ყელისკენ, მოდიან შუა საბერძნეთიდან, გზადაგზე ეს მოკავშირეები, პელოპონესელი მოკავშირეები უერთდება, იზრდება ჯარი. მოვიდნენ მეგარამდე. ეს რომ გაიგო რომ სპარტელები დაიძრნენ, მარდონიოსმა გადაწვა ისე, რაც დასაწვავი იყო დარჩენილი, ისიც გადაწვა ათენში და დაიხია, გასაგებია ხო ახლა. რო დარჩენილიყო ატიკაში, მას ალყაში მოაქცევდნენ ზღვა ბერძნების იყო და ხმელეთიდან უკვე სპარტელები მოდიან რა, დალესილები, ხო? მეგარამდე მოვიდნენ და როცა ეს გაიგო, მარდონიოსმა დაიხია უკან, ატიკა გადაწვა, ათენი გადაწვა, მეგარას ვერ მიაღწია, მაგრამ პროვინცია მეგარი და აოხრა და გაბრუნდა ბეოტიაში ის თებელებთან და იქ გამაგრდა. ახლა ეს მოდის პავსანიოს და ჯარი ივსება, გზაში შეუერთდნენ უკვე მეგარელები, ეგინელები, ათენელები, 8,000 ათენელი. კერძოდ არისტიდეს მეთაურობით, არისტიდეს ახმელეთო ჯარების სარდალი. გაიარეს კითერონის მთა, ეს არის ადგილი, არც საბერძნეთში ქართველები რო ცხოვრობენ, ეცოდინებათ ალბათ. ეს არის მთა, რომლის ხეობა აკავშირებს სამ დიდ პროვინციას, მეგარიდას, ბეოტიას და ატიკას. ეს არის ერთადერთი გასასვლელი. კითერონი გაიარეს, უკვე შეივსო ჯარი და გავიდნენ პლატეას ველზე. პლატეა ეს სახელოვანი პატარა ქალაქი, რომელიც დაწვეს სპარსელებმა. კითერონის ფერდიდან უკვე ეს გაშლილი ველი არის და შუაში მოდის მდინარე ასოპი. მდინარეს გადაღმა არის მარდონიოსის ბანაკი. არანაკლებ 150,000 კაცია. თან საუკეთესო ჯარები სპარსეთის იმპერიის. ახლა რამდენი არიან ბერძნები, რამდენმა მოიყარა თავი. ახლა ვთქვით ჩვენ რომ 5,000 სპარტელი, 5,000 პერიეკი, 8,000 ათენელი, თუ არ ვცდები 5,000 კორინთელი იყო, შეიძლება ვცდებო. ერთი სიტყვით ახლა ბევრი დავამედის ბერძნების რიცხვზე. ახლა ჰეროდოტეს ისეთი რიცხვი აქვს ორმხრივ, რომელიც არ შეესაბამება რა. ის ამბობს, რომ სპარსელები 300,000 არიან და ბერძნები 100,000. თანამედროვე სამხედრო სპეციალისტები შეთანხმდნენ, აი ყველაზე უფრო გავრცელებულია, რომ უნდა განახევრდეს ორივე რა. ანუ 150,000 სპარსელი უნდა იყოს თავისი თებელი მოკავშირეებით და ბერძენი მოკავშირეებით და დაახლოებით 50,000 უნდა იყოს ბერძნული არმია. აქედან 40,000 ჰოპლიტი, ძიმედ შეწურული და დაახლოებით 10,000-მდე არის მსუბუქად შეიარაღებული. იქ არის დავა, რომ ჰილოტებიც ყავდათ წავანილი თითქოს. ალბათ ეყოლებოდათ ოღონდ მსუბუქ მეომრებად და მსახურებად სპარსეთში. ლოჯისტიკისთვის. ხო, რა თქმა უნდა. 100,000-ზე 1/3-ია დაახლოებით პროპორციაა. 1/3-ია, მინიმუმ 1/3-ია. შეიძლება მეტიც იყოს ხოლმე, მაგრამ ვთქვათ ასე, 100-ია მიღებული, 1/3 არის, მაგრამ ბერძნებს უპირატესობა აქვს სამხედრო გამოცდილება, თავის სამშობლო მიწაზე დგანან. აღჭურვილობით ჯაბნიან ნამდვილად. იარაღი ბერძნებს უკეთესია. დაცული უფრო ბერძენი ჰოპლიტია ვიდრე სპარსელი მეომარი. დადგნენ ერთმანეთის წინ. ახლა ერთი რამე არის, აქ აუცილებლად შემოდის მხედრობის, ანუ კავალერიის, ცხენოსანი ჯარის პრობლემა აქვთ ბერძნებმა არ იციან ცხენოსნებთან ომი. მარათონში რატო გაიმარჯვეს, ხო გახსოვთ, იმიტომ ცხენოსანი ჯარი იმათ დატვირთული ყავდათ გემებს, სპარსელებს. ბერძნებმა არ იციან ცხენოსან ჯართან ბრძოლა. ამას მერე მოგვიანებით ამ პრობლემას მოაგვარებს ფილიპე მაკედონელი. ქვეით ჯარს, ბერძნულ ფალანგას შიში აქვს და გამოუცდელობა აქვს კავალერიასთან. არადა სპარსელებს დიდი კავალერია აქვთ. ზოგი ანგარიშით 10-დან 15,000-მდე მხედარი ყავთ. რომლებიც არიან საუკეთესო მეომრები. ხო, იქ საუკეთესო ჯარში ბაქტრიელები არიან კიდე, ანუ სპარსელები, მიდიელები, საკები, ბაქტრიელები და ინდოელები.
ბაქტრიელების კავალერია არის აქ. შორიდან ისვრიან, შვილს კარგად ხმარობენ, ასე რომ დისტანციურად ძალიან სახიფათოები არიან ბერძნების ფალანგისთვის. ამიტომ ბერძნები ვერ გადადიან შეტევაზე და ამ მდინარე ასოპის გაღმა არიან სპარსელები და გამოღმა არიან ბერძნები. ახლა სპარსელები არდონიოსი ახლა ისეთი როგორც ჩანს ძლიერი და მამაცი კაცი იყო და აძლევს ბრძანებას თავის კავალერიას რომ დაიწყეთ შეტევა. და დაიწყეს რა, ნუ არ ასვენებენ ამ ბერძნებს, შორიდან ესვრიან, წრეს ურტყამენ, ისარს ესვრიან, შვილს ესვრიან და ბერძნები არიან დისკომფორტში და საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვს. ბერძნები გამაგრებული არიან ფალანგაში და ეს კავალერია გარშემო და ესვრის და ესვრის. დინარე გადმოვა ხეს? გადმოდიან პერიოდულად დინარეზე, ახლა დიდი მდინარე არ არის, ახლა პატარა მდინარეა ახლა. სექტემბერია, სიცხეა. მასისტიოსი ყავთ ამათ სარდალი, უმამაცესი მეომარი არის სპარსელების კავალერიის უფროსი. ერთ-ერთი შეტაკების დროს, როცა ასე აწუხებენ ბერძნულ ფალანგას და საკმაოდ დიდი ყველა აღნიშნავს ბერძნებს დიდი მსხვერპლი აქვს. შორიდან ნასროლი ისრებით და შუბებით. შემთხვევით ათენელებმა დაჭრეს ამ მასისტიოსის ცხენი. და მასისტიოსი გადმოვარდა ცხენიდან, იხელთეს ათენელებმა და მოკლეს მასისტიოსი. სპარსელ კავალერისტებს სურვილი ჰქონდათ თავისი სარდლის სხეულის გამოსახსნა და დიდი ბრძოლა გაიმართა იქ, მაგრამ ბერძნებს ვერ წაართვეს გვამი. და გაბრუნდნენ ბანაკში. ნუ სპარსელების ბანაკში არის დიდი გლოვა, იმიტომ რომ ძალიან მამაცი კაცი იყო და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საერთოდ სპარსელებში ეს მასისტიოსი დაეღუპათ. ხოლო ბერძნებმა დავარქვათ ასე პროპაგანდისტულ საკითხში გამოიყენეს მისი გვამი და ეტლზე დაასვენეს მისი გვამი აბჯრით, აბჯარასხმული და ბერძნულ ჯარებში ატარებენ და აჩვენებენ რა ამათ თავისიანებს და იქ ჰეროდოტე წერს რომ ისეთი ძვირფასი აბჯარი ეცვაო რომ გამოდიოდნენ ბერძნები და ხელს კიდებდნენ ამ აბჯარს და ნახულობდნენ და ათვალე რაღაც უმდიდრესი აბჯარი ქონდა თურმე რა. ნუ დაიღუპა ეს მასისტიოსი, გლოვა არის სპარსელების ბანაკში ოფიციალურად გლოვა გამოაცხადეს. დრო მიდის ვერცეთი ვერ ბედავს შეტევაზე გადასვლას გიორგი. ახლა გარდა იმისა რომ ერთმანეთს ზომავენ, საერთოდ უნდა ვიცოდეთ ძვირფას მეგობრებო, ძველ სამყაროში ძალიან დიდ მნიშვნელობას აძლევდნენ მსხვერპლშეწირვის დროს მიღებულ ღმერთების გადაწყვეტილებას, ანუ წინასწარმეტყველებას. ორივე ბანაკში ერთ ცუდი წინასწარმეტყველება, სპარსელებთანაც და ბერძნებთანაც. ანუ ორივეს აქვს ერთ-იგივე პასუხი. წარმატებული იქნებით თავდაცვით ბრძოლაში, შეტევაში ვერ მოიგებთ. და ამიტომ ორივე თავს იკავებს რა. 8 დღე გადის ასე. სიცხეში. ნუ ბანაკები არის, მაგრამ ნუ სიცხე ახლა რაღაც. თებელებმა სპარსელებს ახლა დრო მარდონიოსზე არ მუშაობს, იმიტომ რომ ამ ბერძნებს ჯარი ემატებათ, მოდის და მოდის სხვა ქალაქებიდან, ზოგს დააგვიან და ზოგი შორიდან მოდის, ივსება. ბერძნებს ალბათ ლოჯისტიკას უკეთესად აღგზავნებენ თავის მიწაზე არის. ახლა გასაგებია ხოლმე მე თავის ტერიტორიაზე დრო არ მუშაობს მარდონიოსზე, ამიტომ თებელებმა მას ურჩიეს, რომ მოდი დავარტყათ ბერძნების კომუნიკაციას. კომუნიკაციები კავალერია გვყავს, სწრაფად მოქმედებს, ისინი ვერ ეწევიან, რიგსაც ვერ დაარღვევენ, ფალანგას ვერ და ამიტომ დავარტყათ მათ კომუნიკაცია, ანუ სურსათი შემოვუარო და ჩაუკეთოთ მომარაგება. მართლაც უკანა მისასვლელი გზები, კითერონის გასასვლელი რაღაცა, ესენ სულ კურსირებენ ეს სპარსული კავალერია და დიდ ძალი აღალი ჩაიგდეს ხელში, რომელიც მოდიოდა პელოპონესიდან. პელოპონესიდან მარაგდება, იმიტომ რომ ახლა შუა საბერძნეთი გაცამტვერებულია მთლიანად, ხო? და ჩაიგდეს დიდ ძალი, სურსათ სანოვაგე, ფაქტიურად ბერძნული ჯარი დადგა შიმშილის პრობლემების წინ და კომუნიკაციებზე გასვლის ეშინიათ ბერძნებს. გარდა ამისა, დინარე გაუფუჭეს, წყარო გაუფუჭეს, საიდანაც წყალს იღებდნენ რა, ამოუსეს.
ბერძნებს. ახლა მდინარე ხო, მდინარე ასოპი არის წყალი, მაგრამ იქ ახლოს მისვლა ისინი იქიდან შორსნასროლი ისრებით ვერ ეკარებიან. დარჩა ესე ბერძნული ჯარი დარჩა წყალისა და საჭმლის გარეშე, ხო და პავსანიოსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავიხიოთ რა უკან. დავიხიოთ უკან და პლატეასკან გავიწიოთ ქალაქისკენ და იქ წყაროებიც არის, კომუნიკაციებსაც ვეღარ შეეხებიან ასე და გადაწყვიტეს მიიღეს გადაწყვეტილება დავიხიოთ უკან, იქ გავმაგრდეთ, ხო და მე როგორც იქნება. გიორგი ძალიან ცუდად დაიწყეს უკან და დაშლილად, არაორგანიზებულად. მე რომ ზოგიერთი რაზმი სხვა მიმართულებით წავიდა. ბრძანება იყო ასეთი, რომ გადიან ყველანი და სპარტელები და ტეგეელები რჩებიან, რომ დაიცვან ზურგი. მაგრამ ნუ ათენელები წავიდნენ იმისკენ, პლატეასკენ. დაანჩენები პელოპონესელები და მეგარელები და ისინი სამხრეთისკენ წამოვიდნენ. სპარტელებიც დაიძრა, მაგრამ ერთ-ერთი რაზმი დარჩა და ტეგეელებიც დარჩნენ იქ. მარტონიოს გამოვიდა დილით ხედავს ესე მოძრაობა არეულად მოძრაობა ათენელები ავარჯანან და რაღაცა რაზმით გას სპარტელების რა. სასწრაფოდ გასცა ბრძანება და დაიწყეს დიდი შეტევა დაიწყეს. გადმოვიდნენ ასობზე და დაესხნენ ამ რაზმს. ძალიან ცოტანი არიან სპარტელები და ტეგეელები, მაგრამ ახლა სპარტელები არიან. გაამაგდნენ, კარე გააკეთეს, ფარების კარე გააკეთეს, იბძვიან და სასწრაფოდ გააგზავნეს შიკრიკები რომ მოგვეშველეთ ათენელებს გაუგზავნეს და დაანჩენ პელოპონესელებს რომ მობრუნდეს რა ჯარი ვიღუპებით რა. ათენელებთან მივიდა ეს შიკრიკი მობრუნდნენ ათენელები წამოვიდნენ მოსახმარებლად, მაგრამ გზაში გადმოლახეს თებელებმა ბერძნებმა. სპარსელების ხარეს ვინც იბრძვიან. თებელები დახვდნენ გზაში. და სასტიკი ბრძოლა გაიმართა ამ ორ ტრადიციულ მტრულ ქალაქს შორის. თებელებიც მაგარი მეომრებია, ათენელების და ანუ ვერ ეშველებიან. სპარტელების იმ ნაწილს და ტეგეელების იმ ნაწილს, მაგრამ დაანჩენი პელოპონესელები უკვე მოგროვდნენ, სპარტელების ნაწილიც მოგროვდნენ და ნუ დაიწყო სასტიკი ბრძოლა რა. მაგრამ უაზრო და უმისამართო, არც ფრონტები, არც რამოდენიმე ნაწილად ომობენ. და ბრძოლის ველი არ იყო გადაწყვეტილი, როცა მოხდა სპარსელებისთვის ყველაზე ცუდი ამბავი. მარდონიოსი დაიღუპა. სარდალი. მარდონიოსი ახლა მისი ქმედებები, მისი შეუპოვრობა, მისი სიძულვილი ბერძნების მიმართ. ანუ არ ეშვებოდა ამ ბერძნებს. ის იყო მთავარი ავტორი, რითაც აიძულა ჯერ დარიოსი და მერე ქსერქსე რომ ელაშქრა. მაგრამ იყო უმამაცესი კაცი. ამბობენ რომ ძალიან ლამაზი კაცი და ახოვანი კაცი იბრძოდა თეთრ ცხენზე. საერთოდ ყოველთვის ასეა ისტორია. სარდლის სიკვდილი არის მარცხის ნახევარი უკვე რა. სარდალი რომ დაეცემა, მე ჯარი ტყდება ხოლმე. სპარსელებმა დაიწყეს უკან დახევა ბანაკისკენ. ახლა ბანაკში რა ხდება? საუნდე მარდონიოსი დაიწყებდა შეტევას, როცა დაინახა რომ ესენ დაშლილად გადიან ბრძოლის ველიდან. მას ყავდა სარდალი არტაბაზი, რომელმაც უთხრა მარდონიოს, რომ არ გვინდა შეტევა, დავიხიოთ თებეში და გავმაგრდეთ იქა რა. და დაველოდოთ დროს და იქნებ ბერძნები დაიშალონ და ერთმანეთს დაჯამონ და ესენი და ბერძნებს ამ ერთიანობის პრობლემა ყოველთვის ჰქონდათ, ყოველთვის. ეს არტაბაზი არის 40,000 კაციანი რაზმის მეთაური. ეს 40,000 კაცი დარჩა ბანაკში. ანუ მთელი ძალით არ გამოსულა ის მარდონიოსმა. ის არტაბაზმა რო დაინახა რომ სპარსელები გამორბიან, მარდონიოს დაიღუპა, მიატოვა ბანაკი და გაიქცა თავისი ჯარით. დავიმახსოვრეთ ეს 40,000 კაცი. ანარჩენები ესენი გამოქცეული სპარსელები გამაგდნენ ბანაკში. ამ ბანაკს მიადგნენ ახლა სპარტელები და ანარჩენი მოკავშირეები, მაგრამ ვერ იღებენ ახლა სპარტელები ბრძოლაში მაგრები იყვნენ, მაგრამ კედლების განგრევა არ იცოდნენ. კედლების განგრევაში მაგრები იყვნენ ათენელები. ალყაც იცოდნენ და ყველაფერი ახლა ტექნოლოგიები ათენელებს უკეთეს ჰქონდა. ამიტომ ელოდებიან ათენელებს, მაგრამ ბრძოლა მიდის ამ კედლებს, დაუნდობელი ბრძოლა მიდის რა. ამასობაში ათენელებმა თებელები დაამარცხეს და მოვიდნენ. ეს არისტიდეს მეთაურობა და შეანგრიეს კედელი ბანაკის.
ან შეცვლიდნენ ბანაკში და დაიწყო სასტიკი ხოცვა. როგორც ამბობენ, სპარსელებიდან გადარჩა 3000 კაცი მარტო გაასრო. დანარჩენი ყველა დაიღუპა. დახოცეს ყველა, ტყვეთ არ აიყვანეს არა. ეს ნიშნავს 150-ს გამოკლებული 40,000. ნუ 100,000 დაიღუპა. 100,000 კაცი და რაც შეეხება თებელებს, თებელები აღარ მიეხმარნენ, თებეში გაიქცნენ. ბანაკში აღარ მიიღო, თავის ქალაქში დაიწყო ზრუნვა, გამაგდნენ იქ. თებეს აკროპოლის ერქვა კადმეა, კადმეაში გამაგდნენ. ნუ დაამარცხეს ესე, ნუ ის არტაბაზი გაიქცა იმ 40,000 კაცს, მე გადავიდა ის ჰელესპონტში და ის 40,000 კაცს მე გამოადგა სპარსელებს ძალიან. წარმატებით გააკეთა ევაკუაცია ჰელესპონტზე რა. ხო, და ნუ გაიმარჯვეს, სასწაული გამარჯვება მოიპოვეს და მაგრამ არ გაჩერდნენ და მაშინვე მგლურით მისდიეს თებელებს და თებე შემოარტყეს ალყა. აიღეს თებე. აიღეს თებე. უпроსორად დანებდა თებე, ნუ არის ასეთი ცნობა, რომ 20 დღე დაჭირდათ და ბოლოს თებე დანებდა, პირობა იყო ასეთი, რომ გადმოგვეცით სპარსოფილური პარტიის ლიდერები, ანუ ვინც სპარსეთის მხარეზე გადაიყვანა ესა და აიყვანეს ბრძოლები, მერე ისინი კორინთოში ჩაიყვანეს და დახოცეს ესე როგორც მოღალატეები, მაგრამ ახლა რა ხდება ბრძოლის ველი დარჩათ, უდიდრესი ალაფი ჩაუვარდათ ხელში. ბერძნებს, ნუ გაკვირვებულები იყვნენ ისეთ სიმდიდრე ნახეს, განსაკუთრებით გადაირიენ მარდონიოსის კარავს. სავსე იყო ოქროს ჭურჭლებით, ფარჩით, აბრეშუმით, ვერცხლეულით, ნუ რაღაცა ეს სპარსული ფუფუნება ახლა ხო იცით რა იყო რა. აქ პავსანიოსმა გააკეთა ძალიან საინტერესო ამბავი რა. იქ ახლა ეს მსახურებ ჩაუვარდათ ხელში რაღაცა და პავსანიოსმა გააშლევია ორი სუფრა. სპარსელ კულინარებს და მე ბერძნებს პარალელურად რა. აი რა სჭამდა მარდონიოსი და რაღაცა სასაული სუფრა გაშალეს და გამოაცხეს და მოკმაზეს და შეწვეს და მოხარშეს და კულინარიულ კონკურსში გადაიღო. მეორე სუფრაზე გააწყობია სპარტელებს შავი წვნიანი. საჟინელება, ღვთისწყევლა. დაუძახა იმგენს სპარტელებს. არა, სარდლებს მოკავშირეებს და დაპატიჟა ჯერ ერთგან იკეიფეს და მერე გადაჟდნენ სპარტული სუფრის დასაგემოვნებლად. ესე იგი იმის მერე ამას რა გემოექნებოდა ხო წარმოგიდგენია კონტრასტი. ამას ეძახიან მიდიურ სიგიჟეს, ეს პავსანიოსის სიტყვა არის. სხვათა შორის ბერძნები სპარსელებს არ ეძახიან, მიდიელებს ეძახიან. ამ ომს ეძახიან მიდიური საქმე. ომსაც არ ეძახიან. აი ბერძნულ წყაროებში რო ნახო ბერძენ სპარსელთა ომები ჩვენ დავარქვით ისტორიკოსებმა, თორე ბერძნები ეძახიან მიდიური საქმე. საქმე ომს ეძახიან საქმეს. ანუ მიდიელებთან საქმე. სპარსელებს იშვიათად ხმარობენ ტერმინს და ამას დაარქვა მიდიური სიგეჟე და უთხრა რომ აგერ ხო ნახეთ. ეს ქონდათო. ამას ჭამდნენ და სვამდნენ და აქ ჩამოვიდნენ და ამის წართმევა დაგვიპირესო რა. ამიტომ არიან გიჟები მიდიელები. ისე არ ტყუოდა. ზოგიერთ სახელმწიფოზე არ იყოს თელ მენდელევის ტაბულარობა და მაინც ხვის დაპყრობა რო უნდა. რაღაცები არ იცვლება გიორგი თუ ატყობ. ეგ არის იმპერიული ამბიციები, რომელიც ხანდახან გაუმართლებელი. აი რა გინდა? რა გინდა ხო? ნუ აი ხარ ასე ხარ და ჩემთან რა გინდა? რატო ხარ შენ თავისუფალი? რატო არ დადიხარ ჩემ ჯგუას? ჩემზე ცოტა რო ხარ, მაშინ უნდა დავემორჩილო, უნდა დაგჭაკრო. ეს პრიმიტივიზმი. ხოთაშურის აღმოსავლური პრიმიტივიზმია ეს რა. ხო, მერე დაგძალეს დაღუპულები, ყველა ქალაქმა თავის დაღუპულები ცალ-ცალკე დაგძალეს. და რა კარგი როგორი იყო, 100,000 სპარსელი და 10,000 ბერძენი დიდი ქონდათ მსხვერპლი ბერძნებს, ბევრი დაიღუპა. თავიანთვის პროპორციულად თორე ხო, მაგრამ 10,000 ხოპლიტი არის, ნუ კატასტროფა იყო ახლა, რა თქმა უნდა, რა შედარება იმათთან, ნუ გრანდიოზული ომი იყო, ბრძოლა პლატეასთან, პლატეას ბრძოლა. ანუ მივიღეთ რა, უკვე ორ მაგი გამარჯვეს, ზღვაზეც ბერძნებმა გაიმარჯვეს და ხმელეთსაც ბერძნებმა. საინტერესო ისე რომ მარდონიოს გვამი ვერ ნახეს.
არის ვერსიები, რომ თითქოს სპარსელებმა მაინც მოახერხეს და გაიყვანეს მისი გაასვენეს მისი გვამი ამ ბრძოლის დროს, იმიტომ ვერ ნახეს. და ყველა მიცის, რომ მარდონიუსი იქ დაიღუპა. მამაცი კაცი იყო ძალიან მარდონიუსი. ჩვენ როცა ამაზე ვლაპარაკობთ, ახლა ბერძნების სიქველე და სიძლიერე ფასდება სპარსელების სიქველისა და სიძლიერის ფონზე ახლა, ხო? ახლა ერთია სუსტს რო დაამარცხა, მეორეა შენზე ძლიერს რო მოერევე, ხო? ამიტომ დიდი ამბავი იყო. საინტერესო ის იყო, რომ უნდა აღინიშნოს, ახლა ბერძნებს ჰქონდათ ეგეთი წესი, როცა სადმე გაიმარჯვებდნენ და სხვადასხვა პოლისები ერთად იყვნენ, აუცილებლად პრიზი ცხადდებოდა, ვინ იყო ყველაზე მაგარი. მაგალითად, სალამინში შეფასთა, ათენელებმა მოიგეს, მაგრამ შეფასთა, რომ ეგინელები იყვნენ ყველაზე მაგრები. მერე ათენელი. საზღვაო ბრძოლაში. საზღვაო ბრძოლაში. ახლა სახელმწიფოში გემი იყო, სასწაულები იქნეს იქ ეგინელები, მაგრამ ათენელებმა მოიგეს. აქაც უნდა გამოცხადდეს. ვინ არის გმირი, ყველაზე მაგრად ვინ იომა ახლა სპარტელებმა იომეს მთელი ჯარი გააჩერეს, მაგრამ ბრძოლა რო ავიღოთ ახ სიმართლე ბანაკი ათენელებმა აიღეს, თებელები დაამარცხეს, ხო რა, ამიტომ დავიდა ეს გაუგებრობები ხშირ სუკალ მათობდნენ, უმიზეზოდ იცოდნენ გამათი და ახლა ეს არისტიდე ხო ბრძენი კაცი იყო და სამართლიანი იყო და ვერ შეთანხმდნენ ახლა ეს ათენელები და სპარტელები გამათობენ ახლა, რომელი არის. არისტიდემ შესთავაზა, რომ რახან რომ ჩვენ აქო ვერ ვთანხმდებით, მოდი მესამე გამოვაცხადოთ. ვინმე სხვაო და გამოაცხადეს ყველაზე სუსტები და დაჩაგრული პლატეა გამოაცხადეს, დანგრეული ქალაქი, 600 პლატეელი ომობდა ამ ბრძოლაში. და რახან ეს ყველაზე პატარა ქალაქი იყო და ყველაზე მეტად დაზარალდა, იმიტომ მიწასთან იყო გასწორებული და თან კიდე ომობდა. ამიტომ მთავარი პრიზი და მთავარი ღირსება მიანიჭეს პლატეას, ხო კაი რამეა, დაეთანხმნენ, ორივე მხარე დაეთანხმნა. პლატეა გახდა პირველი პრიზიორი. სიმამაცეშიც და ისე მართლაც რო აიღო თავის მასშტაბებით წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაძლიერდა. თავგანწირვაშიც. ჯერ მარათონში იომეს, მერე სალამინში იომეს, ქალაქი დაკარგეს, დაეშუშხათ, დაუწვეს და აგერ კიდე იომეს რა მამაცო პლატეა და ჩამოასხეს სპარსელების იარაღიდან ჩამოასხეს ბრინჯაოს სვეტი, ძალიან საინტერესო ამბავია. ეს არის სვეტის სამი გველია ერთმანეთზე დახვეული და სვეტის სახე აქვს. ზემოთ ხონდა სამი გველის თავი. და ამ მასზე რა ქვია, წრეზე, რკალებზე დააწერეს იმ ქალაქების სახელები, რომელიც იბრძოდა აქ. ეს სვეტი არსებობს ახლა. რატო? ეს სვეტი შეწირეს დელფოსის ტაძარს, იქ დადგეს. საუკუნეები იქ იყო რომის იმპერიის დროსაც იქ იყო, მაგრამ მერე იმპერატორმა კონსტანტინემ გადაიტანა კონსტანტინოპოლში, მოგვიანებით, მეოთხე საუკუნეში. მერე ნუ ახლა ბიზანტიის ბედი კი ვიცით, დამარცხდა რაღაცა და ოსმალეთის იმპერია რაღაცა. სტამბოლში ახმედიეს მოედავს. ოღონდ ეს თავები არ არის, ერთი თავი დარჩა, ორი დაიკარგა, გველის თავები, რომელიც ეს ერთი თავი მუზეუმში დევს, მაგრამ მე მინდოდა იმაში სტამბოლში ვიყავი, ვერ დრო არ მქონდა, რა მინდოდა ამის ნახვა რა, იქ არის. სამი გველის სვეტი არის. მოედანზე დგას მოედანზე დგას, ხო და რა ვიცი ახლა ორი თავის დაკარვას აბრალებენ 1700 წელს თითქოს და რაღაც ვანდალური ის მოხდა და თავები მოაძრეს იქ. სხვათაშორის სულთნები ხელს არ კიდევდნენ ამას, მაგრამ მე რაღაცა მოხდა იქ რა, ვიღაცები დაესხნენ ვანდალური ის იყო. ორი თავი დაიკარგა, მესამე არის ოღონდ მუზეუმში. სპარსელები დამარცხდნენ ორივეგან. საბერძნეთი გადარჩა ზღვაზეც და გადარჩა ხმელეთზეც. მოიგეს ბერძნებმა. წარმოუდგენელი სიმამაცე გამოაჩინეს, წარმოუდგენელი ენერგია, სულის კვეთება ფანტასტიკური, აი ბოლომდე გასწორებული იყო, რა იყო დარჩენილი, რომ ათენი დაეცა, შუა საბერძნეთი დაეცა, ჩრდილოეთ საბერძნეთი უღალატა. ვიცი 80 ქალაქ სახელმწიფოდან თავიდან 30 ომობდა, საერთოდ თავიდან 2 ომობდა მარტო.
ნუ გადარჩა. საოცარი პოლიტიკური უნარებიც გამოიჩინეს, ეს არ იყო ცენტრალიზებული ერთიანი სახელმწიფო. ჩვენ მეგობარს და ჩვენ მაყურებელსაც ვეკითხები ახლა. სწორი იქნეს ათენელებმა თემისტოკლე რომ გადააყენეს არლო. მე რომ მკითხო სწორი იქნეს. იმიტომ ის ისეთი ეს რას გავს, იცი? ჩერჩილმა ომი მოიგო და წააგვარდა. ეს არის მაღალი კულტურის და მაღალი ტრადიციის დემოკრატიებმა გმირის ჩაჩოჩება იციან რა, დაისვენა ცოტა ხანი. გეყოფა. განახლება ჭირდება. ახალი ენთუზიაზმი. და არანაკლები სარდლები ახალი შემართება სახელის მოსაპოვებლად. გამოცდილი იყო, მაგრამ ახალი ვარსკვლავი ამოვიდა კიმონ უმცროს. მათ შორის ელიტების განახლება. რა თქმა უნდა, ეს სისხლში ჰქონდათ ათენელებს ეს არა. ზოგადად დასავლური ცივილიზაციის მთავარი მახასიათებელი. ბუნებრივია, გიორგი. რა თქმა უნდა, ეგ მარად სიახლე. ამერიკელებიც ამიტომ არიან, სულ ცვლიან, სულ ნახე, რაღაცა 20-30 წელი ერთ მიმართულებით მიდიოდნენ, რაღაცა ვერ განვითარდნენ იქეთ სწორად და თვითონ ხალხმა მიიღო და ახლა მეორე მხარეს. ანუ ორი ფეხით დადიან რა. ბალანსია და ბალანსი ქვია ამას კაცო რა ვერ გავიგეთ ჩვენ ხო ჩვენ სულ ვეძებთ მესიას და დავით აღმაშენებელს და ის დავით აღმაშენებელის ბალანსზე იყოს აბარა ახლა ჩვენი ისტორია ბევრს საყვედურობს ხალხი როდის იქნება საქართველოს ისტორია როდის იქნება ძვირფასო მეგობრებო ოღონდ ძალიან პრინციპული საკითხი მე და გიორგი როცა ამ პროექტს ვიწყებდით რითი დაგვეწყო საუბრობთ და ორივე შევთანხმდით რომ ჯერ სხვა ხალხების ისტორია, ჯერ ზოგად საგანმანათლებლო ცივილიზაციური ცოდნა, იმიტომ რომ მარტო საქართველოს ისტორიის ცოდნა არ გშველი, აგერ ხო უყურებთ. რა დღეში ვართ. ჯერტი ისიც სწორად არ სხვა ხალხებს თუ არ ვიცნობთ, საკუთარს ვერ შეაფასებ რა. ამიტომ ეს არის ჩვენი უპრინციპულესი გადაწყვეტილება. საქართველოს ისტორია იქნება გვიან, მოგვიანებით. მანამდე ბევრი მოგზაურობები და მე მგონია რომ თქვენ თვითონაც კმაყოფილებ დარჩებით რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, იმიტომ რომ სიქველე და სიდიადე მარტო ქართველების თვისება არ არის. სხვა ხალხებიც არიან, მაგარი ხალხები და მეომარი ხალხები და თავმოყარე ხალხები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და უამრავი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და საერთოდ არც ერთი ქვეყანა ერიდა სახელმწიფო სპეციფიურად ქართველების გასანადგურებლად არ დაბადებულა. რა თქმა უნდა, უამრავი ინტერესი მოქმედება. შეთქმულების თეორია. რომელთა კარგად გაგებაც არის საჭირო. ყველა ჩვენ გვებძვირს. თუმცა ამ ფაზების, ამ ისტორიების და ამ მოგზაურობების გავლისას ჩვენ ხშირად ვეხებით ამ კავშირებს, აგერ კოლხეთთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ფაქტი. მივაწოდეთ მითოში ქართული ფესვები, აი ბერძნული მითოლოგიის 1/3 ჩვენთან არის ან ირიბათ ან პირდაპირ და ამ მითოლოგიაზე გვექნება ცალკე ძალიან აუცილებლად. ხო, ამიტომ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება არის, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ არ ვიცით სხვა ხალხების ის, არ ჩვენი არ ვიცით, მაგრამ ის ხვაობა არის, რომ ახლა თუ მოინდომებ საქართველოში რაღაცები არის დაწერილი და გამოცემული და თუ ჩაუждდები მოიძებნ, მაგრამ სხვა ხალხების შესახებ არაფერი არ ვიცით, ისევ გავება ქართული ვიკიპედია არის დასახური, კატასტროფა, რასაც მე ვყვები ახლა იქ რო ნახოთ, შეიძლება თავი მოიკლა კაცმა. კატასტროფა. ისტორიკოსმა თორე დარჩენ. ისტორიკოსმა ვერ მიხვდები, მაგრამ ის ისტორიკოს თუ კარგად აგეცნი, შეიძლება შენს გამომყვე მაგ საქმეში, ხო, ღმერთმა დაგუყარს ხო. პირიქით, ახლა კარგ საქმეში ვერ. ხო, აგრძელებთ, ახლა გაიმარჯვეთ ბერძნებმა, მაგრამ ნუ ახლა ტერიკი გააგდეს საბერძნეთიდან, მაგრამ ახლა კონტრიერისში, ასე არ გამოვა საქმე. ახლა მეორეჯერ ვეღარ და ერთხელ დაელოდნენ მარათონის მერე, მაგრამ მოვიდა. ტერი მოვიდა. ახლა იქეთ. როცა სალამინის ბრძოლა მოხდა გაზაფხულისთვის სალამინის მერე, ხო, 479 წლის ადრეულ გაზაფხულზე ბერძნებთან ამ საბჭოში მოვიდა იონიელების ელჩები. იონიელებმა მაგრად და პატიოსნად იომეს სალამინში ყველაზე მაგრად. შორის თავისი მოძმე ბერძნებს წინა, მაგრამ ჯოაჰა გავრცელდა ხო, პლატეა წააგეს, პლატეა მერე წააგეს, მაგრამ გაზაფხულზე უკვე მოვიდნენ სალამინი რო წაგებული აქვთ რა და უთხრეს რომ მოგვეხმარეთ. იონიელები ვინც არის მცირე აზიელი ბერძნები, რომლებიც თავის დროს დამარცხდნენ აჯანყების დროს და სპარსელების უღლის ქვეშ არიან და ჩამოვიდნენ და თხოვეს რა.
ახლა ფლოტის მეთაურები არიან ლეოტიხიდე და ქსანთიპე. სპარტელი და ათენელი და მოგვეხმარეთ რა, თუ ჩამოხარ ჩვენც აუჯანყდებით. ხო, მიიღეს გადაწყვეტილება რომ მივეხმაროთ. ხო და ბერძნული ფლოტი გაცურდა. იმისკენ რა ქვია, იონიისკენ წავიდა. სარდლები არიან ლეოტიხიდე და ქსანთიპე, უნდა მიეხმაროთ. ახლა იქ მათ აქვთ ინფორმაცია რომ სალამინში დაღუპული სპარსული გემის ნაფლეთები, კერძოდ 300 გემი კუნძულ სამოსზეა გამაგრებული. ამათ აქვთ ინფორმაცია რომ აი სამოს დავესხათ და იქ ზღვაში ვარებ მოუღოთ ბოლო-საბოლოოდ რა. მაგრამ რო ჩავიდნენ, ნუ როგორ ჩანს ახლა იმათაც იცოდნენ რომ ბერძნული ფლოტი წამოვიდა. სამოს დახვდათ ცარიელი, ვერ ნახეს სპარსული ფლოტი. სად იყო? ბერძნებმა. სად გადაადგილდნენ? გადაადგილდნენ კონტინენტზე. მიკალეს კონცხზე გადავიდნენ. ანუ იქ როგორ ჩანს სპარსელებმა იფიქრეს, რომ ესენ კიდე მოგვიგებენ ზღვაზე, ამიტომ გემებით გადავიდეთ ხმელეთზე, გემები ავათრიოთ მიწაზე, ბანაკი გავაკეთოთ და გავმაგრდეთ ხმელეთზე რა და დავხვდეთ იქ. ხო რო ჩამოვიდნენ სამოსზე, ხო საბჭო გაიმართა ახლა, ამათ დაგეგმილი ჰქონდათ რომ სამოსზე უნდა გაენადგურებიათ ფლოტი, მაგრამ იქ არ დავხვდათ რა ბერძნებს ეს სპარსელების ფლოტი, ამიტომ რა ვქნათ. გეგმაში ჰქონდათ ჰელესპონტზე ლაშქრობა, რომ ჯერ არ იციან რომ ჰელესპონტის ხიდები დანგრეულია, რომ დაუნგრიოთ იქა, რომ აწი აღარ გადმოვიდნენ იქ. ხო, მაგრამ იქ მერე ჭობის მერე მივიდნენ, ახლა ინფორმაცია მოვიდათ, რომ ეს ფლოტი არის ათრეული მიწაზე გემები და ამ გემების საშუალებით დიდი ბანაკი აქვთ გაკეთებული და ახლა მივიდნენ ათენელებიც და იონიელებიც თხოვდნენ ახლა სპარტელებს, რომ ვარე მაქავართ და მორჩეთ და მიიღეს გადაწყვეტილება. და ლეონტიხიდე ახლა ის არის სარდალი არის და მიადგნენ. სანაპიროზე არიან ისინი, ხედავენ დიდი ბანაკია და ეს გემებით არის დიდი ბანაკი გაკეთებული. არის ასეთ ცნობა, რომ ლეოტიხიდე პატარა ნავში ჩაждდა, იქ იონიელებიც არიან სპარსელების ბანაკში. ხო და რომლებს ჯერობით ისე მათ მხარეზე არიან და პატარა ნავით მიუახლოვდა და მიაძახა ბერძნულად იონიელებს, რომ გადმოდით ჩვენსკენ. სამდე წინააღმდეგობას გაგვიწევთ, მანამდე იფიქრეთ თქვენ თავისუფლებაზე და გადმოდით ჩვენსკენ. ახლა ესეც როგორც თემისტოკლე აკეთებდა ორმაგი მოხმარებისა, გადმოვა, ხო კაი, არ გადმოვა და იმათ ეჭვია, სპარსელებს გაუჩნდათ ეჭვი. და ნაწილს იონიელებისას იარაღი წაართვეს. და ნაწილი ბანაკიდან გაუშვეს და გადასასვლელებზე დააყენეს რა, რომ უგანდახევის შემთხვევაში ამათ დაეცვათ ისე. კერძოდ მილეტელები იყვნენ იქ. ახლა მილეტი დაანგრიეს, მაგრამ აღადგინეს, მაგრამ იმ მნიშვნელობის ქალაქი აღარ იყო უკვე რა, ცალდა დედამიწა იყო რა, აჩრდილიც აღარ იყო ძველი მილეტის. ნუ გადავიდნენ ბერძნები ხმელეთზე და მოხდა ბრძოლა მიკალესთან. სამდე ბრძოლა დაიწყო, პროპაგანდისტული ომი აქვთ ერთმანეთთან, ლეოტიხიდე უთხროთ ყვირილი. მიაძახა სპარსელებს, რომ ბეოტიაში უკვე დავამარცხეთო მარდონიოსი, მარდონიოსი სექტემბერში დაამარცხეს, ეს აგვისტოში ხდება. ახლა მაშინ მესიჯები და ტელეფონები არ იყო, რომ გადაემოძმებიათ, ხო და სპარსელებს ეძახის, რომ აი უკვე იქ მოვსპეთ და ახლა თქვენ მოსასპობად მოვედით, მაგრამ სპარსელებშიც არის ასევე იდეოლოგიური ბრძოლის ნიშნები, რომ იქ გავრცელდა ხმა, რომ ქსერქსე მოდის დიდი არმიით დასახმარებლად. ანუ ორივე მხარე არის შემართული საუბრად. ახლა ვინ რამდენი არის? 22,000 არიან ბერძნები და 60,000 არიან სპარსელები. სპარსელები გამაგრებული არიან ბანაკში. სარდალი არის ტიგრანი. სპარსელი დიდებული, ამბობენ რომ იყო ძალიან ღირსეული ადამიანი, ძალიან მოწონდა სპარტელების ცხოვრების წესი, რომ თავდაბლები იყვნენ და ისინი, ხო. ძალიან ლამაზი კაცი იყო და ახოვანი კაცი, ყველა აღიარებს. სპარსელია თვითონ? სპარსელია, ხო. ახლა ბევრს ტიგრანი გონია სომხური სახელი, არა ბატონებო და ქალბატონო, ტიგრანი არის სპარსული სახელი რა. ბევრი რო სომხური გონია ჩვენ, ის არის სპარსული ზუსტად, რომელიც გადმოიღეს სომხებმა. დაეწყნენ ასე ორ ნაწილად გაიყვნენ ბერძნები და აპირებენ ბანაკზე შეტევას რა. ერთ მხარეს არიან ათენელები, ანუ მარჯვენა ფლანგი უჭირავთ ათენელებს
არიან სიკიონელები და არიან მეგარელები, თუ არ ვცდები, კიდე მეგარელები იყვნენ იქ რა. ხო, რაც შეეხება სპარტელებმა დაიწყეს წრის დარტყმა. მთებით გადავიდნენ და უნდათ რომ ბანაკს უკნიდან მიატყვნენ. ათენელებმა შეუტიეს. ქსანთიპეს მეთაურს სასტიკი ბრძოლა გაიმართა ბანაკის კედლებთან რა. შეუტიეს და შეიჭრნენ კიდევაც ბანაკში დიდი ბრძოლა იყო. არა ბოლომდე არ იყო გადაწყვეტილი და ზურგიდან მოვიდნენ სპარტელები და დაამთავრეს საქმე და სპარსელების ჯარი დაიღუპა. დაიღუპა ეს ტიგრანიც, როგორც ამბობენ, ძალიან მამაცურად იბრძოდა. გაიმარჯვეს მიკალესთან, ახლა ბევრი მეცნიერი თვლის არის ასეთი ხანდახან სისუსტეები აქვთ ისტორიკოსებს, რომ აი მიკალე და პლატეა ერთ დღეს მოხდა, არ მომხდარა ერთ პლატეა იყო სექტემბერში, მიკალე იყო აგვისტოში, მაგრამ ისე როა იყო ერთდროულად მოხდა რა. მაშინ კომუნიკაციების ნაკლებობის პირობებში ორი დიდი გამარჯვება რა, ერთი თვის განმავლობაში, ხო. ახლა როგორ გრძელდება ახლა საქმე, ხო? გაიმარჯვეს, ყველგან დაამარცხეს სპარსელები, მაგრამ ეს იონიელები იძახიან რომ მოდი ახლა ეს იონიური ქალაქებიც მოგვეხმარეთ რა და კუნძულ სამოსში შეიკრიფა საბჭო. სპარტელები ამბობენ, ლეოტიხიდე ამბობს იონიელებს ეუნება რომ კი ახლა გავიმარჯვეთ, მაგრამ მერე სპარსელები კიდე მოვლენ და ვერ დაგიცავთ თქვენ. ამიტომ გადავწყვიტოთ ასე ყველა იონიური ქალაქი გადმოსახლდეს საბერძნეთში. და იქ თავისუფლები იქნებათ. გამოგიყოფთ მიწებს, გამოგიყოფთ პროვინციებს, ვისაც სადაც გაგეხარდება და წამოდით ჩვენთან. ჩვენ ისე ტყუილი არ უთქვამს. ძალიან რთული დასაცავი იყო ეს. იმიტომ რომ სპარსელები როდის გამოვარდებოდნენ ამ აზიურ ტყეებიდან, ლიდიის ტყეებიდან, არ არიცის და ესე მოწყვეტილები არიან, ზღვით უკავშირდებიან. სასტიკი წინააღმდეგ წავიდნენ ათენელები. არ გამოვა ესენ ჩვენ იონი ახლა ათენელები და იონიელები ერთი მოდუმა არ გამოვაო რა ჩვენ უნდა დავიცვათ და უნდა ვიამოთოთ და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ჯერ ბოლომდე არ დაგვიმარცხებია სპარსეთი საბერძნეთი კი გადავარჩინეთ მაგრამ ახლა ომი უნდა გადმოვიტანოთ მათ ტერიტორიაზე და ლეონტიხიდე დაეთანხმ დაგეგმეს რომ ჰელესპონტი ანუ სრუტეები გავანთავისუფლოთ სრუტეები სპარსელებს უკავიათ ისე და დაიძრა ეს გამარჯვებული ფლოტი, დაიძრა და მიადგნენ ქალაქ სესტოსს. ახლა ბევრი თვლის, რომ სესტოსის ალყით მთავრდება ბერძნულ სპარსული ომი, მაგრამ არ არის ეს. სესტოსი აიღეს, თუმცა სესტოსის ალყის დროს სპარტესა ლეოტიხიდე წამოვიდა იქიდან. სპარტელებს აშკარად ეტყობათ, რომ ომი აღარ იტაცებთ. აღარ უნდათ ომი. მაგრამ ნუ ეს ათენელები არ ჩერდებიან რა და ლეოტიხიდე წამოვიდა იქიდან თუმცა მერე ის ჩაანაცვლეს სპარტიდან აი პავსანიოს ჩამოვიდა მის სარდალი ბერძნების სარდალი პლატეის ბრძოლის და პავსანიოს ჩაუდგა ჯარს სათავეში სესტოსი აიღეს ეს იყო სტრატეგიული მნიშვნელობის იმიტომ ჰელესპონტის გადასასვლელები ეს იყო და მერე ილაშქრეს ბიზანტიონს. ეს ბიზანტიონი ძვირფას მეგობრებო არის მომავალში მერე სახელოვანი კონსტანტინოპოლი და სტამბოლი. ეს იონიური ქალაქი იყო, მაგრამ სპარსელების ხელში იყო, ბიზანტიონი აიღეს, მაგრამ იქ მოხდა ასეთი ამბავი, ძალიან ცუდად იქცეოდა ეს პავსანიოს. ცუდად ექცეოდა მოკავშირე ოფიცრებს. ფიზიკურად სჯიდა, თავის კარავში არ უშვებდა, არ იღებდა. და ეს საჩივრები პავსანიოს შესახებ ჩავიდა სპარტაში. მოკავშირეები ბერძნები დანარჩენი იონიელებისგან, ათენელებისგან და ასე შემდეგ. და ეფორებმა და მან საბჭომ გერუსიამ მიიღო გადაწყვეტა გაიხმეს ეს იქიდან. ანგარიში გაუწიეს მოკავშირე გაიხმეს ეს პავსანიოს. თუმცა ის არ ჩავიდა სპარტაში. მერე მოუყვებთ სუბოლოში უკვე საწავიდა ეს. ხო, ბიზანტიონი წაიხეს. ბერძნებმა და ამის შემდეგ მოხდა იონიის აჯანყება უკვე და იონიური ქალაქები განთავისუფლდა. მაგრამ იონიის აჯანყების მერე სპარტამ ოფიციალურად გამოაცხადა უკვე სახელმწიფო დონეზე, რომ ისინი გადიან ომიდან. მათი არგუმენტაცია იყო ასეთი. რომ ომი მორჩა რა, ყველაფერს მივახციეთ.
საბერძნეთიდან გავაგდეთ, კუნძულები წავართვით, მცირეაზიული, ბერძნული, იონიური ქალაქები თავისუფალია, რაღა გვინდა ახლა რა? გვეყო. მივხედოთ ჩვენს თავს, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქალაქებს, შვიდობა დამყარდა, სპარსელები აღარ ჩანან, ეშინიათ ჩვენი პირუტყულად, ხო? მაგრამ იონიელები და ათენელები არა, ჩვენ შური უნდა ვიძიოთ, ჩვენ ტაძრების დაწვისთვის და ესენი ახლა კი შეშინებულები არიან, მაგრამ მოძლიერდებიან და ისევე მოგვაკითხავენ. გარდა ამისა, თრაკიის, ანუ ჩრდილოეთ ეგეოს სანაპიროები კი ბერძნული და თრაკიული ქალაქებია, მაგრამ იქ სპარსული გარნიზონები კიდეა. ისინი გასანთავისუფლებელია. ეგეოსი უნდა გაუწმინდოთ ამათგან და გაიყო. ბერძნული სამყარო გაიყო. პელოპონესელები და სპარტელები წამოვიდნენ სახში და იონიელები და ათენელები დარჩნენ იქა საომრად და ორად გაიყო. აქამდე საერთო ბერძნული სამხედრო კავშირი, ანუ კორინთოს კავშირი გასკდა ორად, პელოპონესს წამოვიდა სახში და ჩაეხსნა სხვათაშორის შეცდომა იყო სპარტის, რომ თვით იზოლაცია გაიკეთა. იზოლაციონიზმი ჰქონდა სპარტას. ისედაც უცნაური ქვეყანა იყო მართლა რა. საცხოვრებლად უმძიმესი, ხო? გარდა გოგეს. და რო ვიცინეთ, ხო? ამათმა შექმნეს ახალი კავშირი, დელოსის კავშირი. იონიელებმა და ათენელებმა, რატო დელოსის კავშირი? ახლა დელოსი არის კუნძული, გვირსაუბრია ჩვენ კიკლადების ცენტრი, პატარა კუნძულია, მაგრამ საღვთო კუნძულია, იმიტომ რომ მითოსით იქ დაიბადნენ აპოლონი და მისი ტყუპისცალი არტემიდე რა და ეს იონიელების რელიგიური ცენტრი, აპოლონის დიდი ტაძარი დგას იქ. და იქ შეიკრიბენ და იქ გადაწყვიტეს, რომ აი ჩვენ ვაკეთებთ სიმახია. სიმახი არის სამხედრო კავშირი. ვაგრძელებთ ომს, ათენი არის მეთაური და დანარჩენები ვართ მოკავშირეები. ასეთ მოკავშირეები გაახდნენ დელოსის კავშირი, კუნძული სამოსი, ქიოსი, ლესბოსი, იმბროსი და ასე შემდეგ, სხვადასხვა ისინი კუნძულები და იონიური ქალაქები. რაზე შეთანხმდნენ? ჩვენ ვაკეთებთ საერთო სამხედრო კავშირს, ვეხმარებით ერთმანეთს და გარდა ამისა საერთო ხაზინა. საერთო ხაზინა უნდა შევქმნათ და საერთო გადასახადი, შესატანი დავარქვათ ამას. ამას ქვია ფოროსი. ეს მე საბედის წერო თემა გახდება ათენისთვის. წინადება არის ასეთი რა, მოკავშირე, ყველას თითო ხმა აქვს. მაგრამ ათენი იმდენად მეწონოსანია, რომ ათენის ჭკუას დადიან ესენ. თუმცა იქ არის სამოსი ყველაზე ძლიერი, ქიოსი ყველაზე ძლიერი, თქვათ იგივეების იონიური ქალაქები, მაგრამ ათენი არ წამყვანი რა. დათქვეს ასეთი, რომ მოკავშირე ან გემებს უშვებს საომრად, გემებს აღჭურავს და საერთო ფლოტში, იონიურ ფლოტში, თუ არა და მის სანაცვლოდ ფულს იხდის. ამას ქვია ფოროსი გადასახადი. დროთა განმავლობაში ძალიან ბევრმა ამ ბერძნულმა ქალაქმა ამ გემების და ეკიპაჟების და ჯარისკაცების გაგზავნის მაგივრად მიიღო გადაწყვეტა ფულს იხდიან. ფინანსური კონტრიბუცია არჩია. გააჩნდა დიდი ბანკი, რომელიც იყო კუნძულ დელოსზე ინახებოდა ეს ფული. თავიდან 460 ტალანტი გროვდებოდა, რა საკმაოდ დიდი ფული იყო. წელიწადში. ხო, და სამაგერად ათენელებმა თავის თავზე აიღეს ჯარი, ფლოტი, ეკიპაჟები, ყველაფერი. ანუ თვითონ ჩააბარეს თავის სუვერენიტეტი ათენს რა. აჰა, შენ ფული და მიდი იომე. უზრუნველყავი ჩვენი უსაფრთხო. ათენს ხო, ათენსაც აწყობდა ეს. ანუ შეიქმნა დელოსის კავშირი. ვაჭრობა ერთმანეთში და გრანდიოზული ეს არის თვითონ კონტინენტური საბერძნეთის ტერიტორიაზე არის მარტო ათენი, მაგრამ სამაგერად კუნძულების და მცირეაზიული საბერძნეთის 90% არის ამ დელოსის კავშირი. ანუ ზღვაზე გაბატონდა ეს დელოსის კავშირი. დელოსის სიმახი. მე ამ ბანკს ათენში გადაიტანენ. და მე გადასახადს გაზდიან და 1400 ტალანტამდე გაუზდიან მოკავშირეებს, ეს პრობლემა გახდება მე. პრინციპში მე რო ვკითხოთ მოკავშირეების ბრალი იყო ეს. ძალიან ყველაფერი ჩააბარეს იმით. ათენი. არის მეორე კავშირი, უფრო ძველი, ეს არის პელოპონესის კავშირი. ხო? სპარტით ეს არის ახლა ეს პელოპონესი ძალიან საინტერესო კავშირი, ძველია, 100 წლით ადრე არის დაარსებული. აქ არც საერთო ისინი, აქ ესა მარტო სამხედრო კავშირი.
ომის დროს პელოპონესელ მოკავშირეებს ევალებათ თავისი შეიარაღებული ძალების 2/3 გადასცენ სპარტას და როგორც ყოველთვის სარდალი არის სპარტა. სხვა არაფერი არ ევალებათ არც გადასახადი, არც სავაჭრო ხელშეკრულება, არაფერი. ეს არის არქაული მიწათმოქმედური კავშირი, ძველი დორიული, იქ აქელებიც არიან. და დიდი, ეს არის ხმელეთზე უძლიერესი, დიდი ჯარი ყავს. დორიელები არიან, სპარტა მეთაური, მაგრამ მეტი არაფერ საქმეში სპარტა არ ერეო. ომის დროს უბრალოდ სპარტელები არიან მეთაურები. ანუ მივიღეთ ორი შინაარსობრივად განსხვავებული ორი სამხედრო კავშირი. დელოსის კავშირი, სადაც ყველაფერი ათენის ხელშია, მათ შორის ფულიც, საერთო ბანკიც, გავლენებიც, ფლოტიც, ჯარიც, ყველაფერი. და მეორე ძველი არქაული პელოპონესის კავშირი, სპარტის მეთაურობით, სადაც ერთადერთი რამე არის, მარტო ომის დროს არის, დანარჩენი სულ თავიანთ ჭკუაზე არიან. ხო, ახლა გამახსენდა უცებ იმაზე ოლიმპიაზე ვფიქრობ, როცა ნადავლი აიღეს პლატიაში, 10% გაუგზავნეს ნადავლის დელფოსის ტაძარს, აპოლონის ტაძარს, 10% ისთმოში პოსეიდონს შესწირეს და 10% შესწირეს ზევსს ოლიმპიაში. ახლა გამახსენდა უცებ ამომივარდა თავიდან, ხო? ანუ ეს ორი, საბერძნეთი გასკდა გიორგი ორ ნაწილად. ხმელეთზე ძლიერია სპარტა და პელოპონესის კავშირი, სხვაზე ძლიერი არის ათენი და დელოსის კავშირი. ეს დავიმახსოვროთ, ხო? ახლა როგორ გრძელდება ეს ომი, ხო? დელოსის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გავანთავისუფლოთ ყველა დარჩენილი ბერძნული თუ არაბერძნული ქალაქი ეგეოსის ზღვაზე და სპარსელების ფეხი არ უნდა იყოს და 10 წელი გაგრძელდა ეს. და აქ უკვე სარდალი არის ახალი ამომავალი ვარსკვლავი, ეს არის კიმონ უმცროს მილტიადეს ძე. რომელიც მე რომ მკითხოთ, პრინციპში არისტიდეს შვილობილია რა, არისტიდე ძალიან მიეხმარა, როცა გაუჭირდა ამას. ამან კიმონმა გაანთავისუფლა ქალაქები, საზღვაო გენიოსია, ადმირალია, ბრწყინვალე და საბოლოო ჯამში 469 წელს ევრიმედონტის ბრძოლასთან საერთოდ ბოლო მოუღო სპარსულ ფლოტს და გაასწორა მიწასთან. 469 წელს. ამის მერე დაიდო ზავი სპარსეთსა და დელოსის კავშირს შორის, თუმცა ამ ზავის არც ტექსტი ვიცით, არც თარიღი ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ რაღაცაზე შეთანხმდნენ. მაგრამ ომი შეჩერდა, გაიმარჯვეს ბერძნებმა, მაგრამ რა პირობებით შეჩერდა, ეს არ ვიცით, თუმცა ეგეოსის ზღვა მთლიანად ათენელების ხელშია. სპარსული ფლოტი ვერ ბედავს ეგეოსის წყლებში შემოსვლას. ბერძნული ქალაქები განთავისუფლდა, თრაკიული ქალაქები განთავისუფლდა, თავისუფალია პროპონდი და თავისუფალია ჰელესპონტი რა. იმპერია შეიქმნა ათენმა. მაგრამ ერთი საინტერესო ამბავი ხდება. 465 წელს მოხდა მიწისძვრა სპარტაში და დაინგრა სპარტა. და ძალიან ბევრი სპარტელები დაიხოცნა. ამას რა მოყვებოდა მოსალოდნელი რა იყო? ჰილოტების აჯანყება მოყვა. გრანდიოზული აჯანყება დაიწყეს ჰილოტებმა და ისეთ მონებზეა საუბარი გავახსენე, ამიტომ არის გადამეორება კარგი იქნა. ჰილოტები, მესენელი ჰილოტების აჯანყება დაიწყო და ისეთი გრანდიოზული ის მიიღო მასშტაბები, რომ სპარტას მიადგნენ ასაღებად. და სპარტელებმა დახმარება თხოვეს ჯერ პელოპონესელებს და ათენელებს თხოვეს დახმარება, რომ მოგვეშველეთ. ხო, ძველი მოკავშირეობის გამო და ახლა მონათა აჯანყება ახლა არავის არ უნდოდა, ხო? ათენელებმა ჯარი გააგზავნეს, ხო, ძალიან დაგვიანებით გააგზავნეს გიორგის ჯარი. და რა დახვდათ? ჩავიდა. ხო. როცა ჩავიდნენ, ჰილოტები მოგერიებული ყავდათ. და შეტევაზე უკვე გადასულები იყვნენ და უკვე მესენიაში მიდიოდა ეს ომი, თუმცა 10 წელი გაგრძელდა. მაგრამ სპარტა გადარჩა. ესენი ათენელები რო ჩამოვიდნენ მადლობის მაგიურად, ძალიან უკმეხად და უზრდელად მოექცნენ და უმადურად სპარტელი. შეურაცხყოფით გამოყარეს იქიდან ეს ათენის ჯარი. ათენში, აი ადუღდნენ, ეს როგორ, მადლობის მაგიერია, როცა და
ამას მოყვა მე ეგრეთ წოდებული მცირე პელოპონესის ომი 460 წელს დაიწყო და გაგრძელდა 15 წელი. მაგრამ დაბალი ინტენსივობის. საბოლოო ჯამში ეს ომი პელოპონესის კავშირსა და დელოსის კავშირის შორის დამთავრდა ისე როგორც უნდა დამთავრდა ფრედ გაიყვეს გავლენები. ხმელეთზე სპარტა დარჩა, სხვაზე ათენი დარჩა რა. მაგრამ ტრობა უკვე დაფიქსირდა. ერთმანეთის სისხლი დააქციეს უკვე. საბერძნეთი გამარჯვებული საბერძნეთი გაიყო ორად. ორ მოსისხლე ბანაკად გაიყო. პელოპონესის კავშირი და დელოსის კავშირი. მერე საბოლოოდ რო დავასრულოთ ახლა ჩვენ და მივდივართ ბოლომდე 459 წელს ათენელებმა ავანტურის საერთოდ ავანტურები იცოდნენ უაზრო ავანტურა. ათენელებმა სპარსელების საბოლოოდ დამარცხებისთვის გააკეთეს ასეთი რამე 459 წელს ეგვიპტეში დაიწყო დიდი აჯანყდება სპარსელების წინააღმდეგ. ლიბიელები აჯანყდნენ და მერე ეგვიპტელები აყვნენ. და თხოვეს ათენელებს დახმარება. აჯანყებულებმა და ათენელებმა დიდი ექსპედიცია გააგზავნა. საბოლოო ჯამში 200 გემი გამოვიდა რა. 5 წელი გაგრძელდა ეს ომი. საბოლოო ჯამში დამთავრდა კატასტროფით ათენელებისთვის. დაიღუპა ეს ფლოტი მთლიანად რა, იმიტომ რომ იქ სპარსელებმა დიდი ჯარი გადაისროლეს და მერე კიდე მცდელობა ქონდა აი კიმონ უმცროს, აი ეს სახელგანთქმული ახალი ადმირალი, რომელმაც ეგეოსის ზღვა გაანთავისუფლა, კიმონ უმცროსმა დიდი ექსპედიცია მოაწყო კვიპროსის წართმევა უნდოდა სპარსელებისთვის, მაგრამ წარმატებით დაიწყო, მაგრამ იქ დაიჭრა მძიმედ და დაიღუპა. და ათენის ფლოტი წამოვიდა უკან, ეს მოხდა 559 წელს. და საბოლოო ჯამში ათენელები და დელოსის კავშირი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დავდოთ ზავი სპარსეთთან. ზავი დაედო კალიასის ზავი ქვია. კალიასი იყო ათენელი სტრატეგოს, რომელიც ელჩად წავიდა სპარსეთში და მოეწერა ხელი რა ქვია შეთანხმება რას გულისხმობს. ყველა ბერძნული ქალაქი თავისუფალი. იონიაში საზღვარი გადის იქ, სადაც ერთი დღის სავალია ცხენით სიღრმეში, ანუ 80 კილომეტრი ნაპირიდან, ეს არის ბერძნული. ყველა ბერძნული ქალაქი განთავისუფლდა ეგეოსში, პროპონდიდაზე, ჰელესპონტზე და რაც მთავარია, სპარსულ ფლოტს აეკრძალა ეგეოს ზღვაში შესვლა. ანუ გაიმარჯვა საბერძნეთ. კალიასის შვიდობა ქვია მას. ძალიან გამოცვალა ამან ორივე მხარე. ამ ომის მერე ირანი ხო აქამდე, სპარსეთი ხო აქამდე აგრესიული იპყრობდა, ფართოვდებოდა კიროსი, დარიოსი, რავიც, ქსერქსე. სპარსეთი გახდა პაციფისტური სახელმწიფო. სამხედრო ძალა არც ერთ დიდი დაპყრობა, ცოტა ხანი პართელების წინააღმდეგ რაღაც შიდა რაზმორკები ქონდათ როგორც ჩანს, მაგრამ სპარსეთი აღარ ფართოვდება. სპარსეთი არის მდიდარი, სტაბილური, მაგრამ დაიწყო რპობა. მისი საგარეო პოლიტიკა არის ოქრო. ფულით აწარმოებს და რბილი ძალა დავარქვათ. რბილი ძალა თუ ვინმე საინტერესო, პირველად ვინც გამოიყენა, ეს არის სპარსეთი. ამის მერე ეს არის არააგრესიული სახელმწიფო. რომელიც აი ოსმალეთის იმპერია ხო გახსოვს მე-19 საუკუნეში ვაფშე თავი რო აღარ ქონდა რა და დაშლის პირას იყო. და გაიმარჯვა საბერძნეთმა, მაგრამ ორ ბანაკად არის გაყოფილი. და დასრულდა ეს დიდი ციკლი, რასაც ჩვენ ვეძახით ბერძენ-სპარსელთა ომებს, ბერძნების სრული გამარჯვებით, უაპელაციო, ულაპარაკო გამარჯვებით და სპარსეთის იმპერიის აგრესიის შეწყვეტით. ახლა ბოლო თავი გვაქვს აუცილებლად უნდა ვთქვათ, აი ეს გმირები, ვინც აქ მონაწილეობდნენ, ვინ როგორ დაამთავრა, ხო? დავიწყოთ ქსერქსეთი. ქსერქსემ დაამთავრა ძალიან ცუდად. ის სახში რო დაბრუნდა, იქ რაღაცა სისულელი ოჯახური პრობლემები ქონდა, აქემენდების გვარში იყო, რაღაც უკადრებელს კადრულობდა იქ, რამოდენიმეჯერ იყო ასეთი მცდელობა მის მიერ, დაიწყო რელიგიური დევნა. რასაც ისი წინაპრები პასუხს აგებდნენ, რომ ყველა რელიგია ხელშეუხებელი, ამას დევნა დაიწყო ისე და ბოლოს სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და მისმა უმცროსმა შვილმა არტაქსერქსემ მოკლა.
მოკლა მამამისს სერქსეც და ისი უფროსი ძმა დარიოსიც არტაქსერქსი ავიდა ტახტს 465 წელი არის ეს რა დაემართა თემისტოკლეს ჩვენ გვახსოვს თემისტოკლეს ჩამოართვეს სარდლობა მაგრამ ათენს მართავდა გრძელი კედლების შენებლობა დაიწყო მაგრამ არ ჩერდებოდა და ბევრი მტერი აღმოაჩნდა იქ ათენში და დამთავრდა იმით რომ 471 წელს ოსტრაგიზმო მოუწყეს. გააძევეს. თემისტოკლე ვერ გააჩერეს. ნუ ახლა არისტიდე მონაწილეობდა, თუმცა არისტიდე არ კადრულობდა, დევნა არ ქონდა თემისტოკლესმა. აი კიმონმა და ქსანთიპემ მოუწყეს, ხო? აი გაარიდეს პოლიტიკა. ახლა წავიდა, გაარიდეს, ხო, აფერ დანაშაული არა, მაგრამ წავიდა არგოსში ცხოვრობს, მაგრამ მე მოხდა ერთი ამბავი. დავიმახსოვრთ აი პავსანიოს სარდალი პლატეს. პავსანიოსი ჩავარდა შარში. მას დადეს ბრალი სპარტაში, რომ ის სპარსელებთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა. და ამ წერილები უპოვეს, კორესპონდენცია. სადაც აღმოჩნდა, რომ ამ ღალატში ის იყოლიებდა თემისტოკლეს, რომელიც არგოსში იყო. ამ წერილებიდან არ ჩანს რომ თემისტოკლე ეთანხმება ამას ღალატზე მიყვება ის მეგობრები იყვნენ პავსანიოსი და თემისტოკლე მაგრამ თემისტოკლეს დადეს ბრალი რომ რატო არ გაგვაგებია თუ იცოდი რატო არ გაგვაგებია და სპარტამ გააგზავნა ელჩები ათენში და დაუდო ფაქტი იმას სახალხო კრებას ეკლესიას რომ აი თემისტოკლე მოღალატე კი გააგდა თქვენ ოსტრაგიზმოთ და არგოში იმალა მაგრამ ეს თურმე სპარსელებთან აპირებს რაღაცას და ათენმა და სპარტამ დაიწყო მისი დევნა. ორივე სახელმწიფომ გამოაცხადა კანონ გარეშე. ეს ადგა გაიქცა კუნძულ კორკირას, კერკირასაც, დღევანდელ კორფუ. კერკირელებისთვის კარგი რაღაცები ქონდა თავის დროს გაკეთებული, მაგრამ იქაც ახლა იმათაც არ უნდათ ახლა ათენელებთან და ორი მთავარი ქალაქი გეძებს რა, თან სიკვდილი დაჟაგელოდება რა. მერე გაიქცა სირაკუში, ჯერ სირაკუზი იყო თუ ეპირი აღარ მაქვს. სირაკუში გაიქცა იქ ჰირეიონმა, სირაკუზის ტირანმა გამოაგდო იქიდან. მერე წავიდა ეპირში, ადემატოსი იყო მეფე, ეპირის მეფე, რომელიც გამწარებული ყავდა ამას. თემისტოკლეს, მაგრამ ეს რო შევიდა მის სახლში, შეიპარა სახლში და იმას პატარა ბავშვი ყავდა აკვანში და ის ბავშვი ამოიყვანა და კალთაში ჩაისვა. ეს იყო ნიშანი, ხელისხლება აღარ შეიძლება. შვილი დაიჭირა, ხე წესი იყო ასე ძველ საბერძნეთში, რომ თუ სახლში შემოვიდო და შენ მტერი და შენ შვილს კალთაში ჩაისვან და ის უკვე რეაბილიტირებული. შოთეშორის ადემატოსმა პატივისცა მას და არ მოკიდა ხელი, მაგრამ მე აბსოლუტურად გამორიცხული იყო ახლა სპარტა და ათენიებზე და ბოლოს გაიქცა სპარსეთში ტრებთან. ახლა როდის გაიქცა ჩვენ არ ვიცით, არის ვერსია რომ ქსერქსეც ჯერ კიდევ ცოცხალია. არის ვერსია რომ უკვე არტაქსერქსია ტახტზე, მაგრამ ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა რა. სპარსეთში გამოცხადებული იყო 200 ტალანტი თემისტოკლეს თავისთვის. ჯერ კიდევ ქსერქსეს ჰქონდა ეს პრიზი. ახლა ტალანტი გაგახსენებთ 33 კილო ვერცხლია ერთი და 200 ტალანტი იყო გამოცხადებული და ეს რო ჩავიდა მე მგონი უფრო მაინც ჯერ კიდევ ქსერქსეს ცოცხალი ნუ გადაირია ის რომ ეს თავის ფეხი ჩამოვიდა და ეს ტალანტი ეს 200 ტალანტი ამას მიცა თავის თავი ჩაუყვანა დაასაჩუქრა ქალაქები მიცა მაგნესია მიცა ლამპსაკი მიცა მაგრამ მე როგორც ჩანს უკვე არტაქსერქსი არის და 459 წელს როგორც ჩანს არტაქსერქსე მოთხოვა რაღაცა ბერძნებს საწინააღმდეგო ან აქცია ან ლაშქრობაში მონაწილეობის მე არავინ არ იცის ახლა ეს არ მოიკლა თავი. შოთეშორის ათენელები ჩამოვიდნენ ამასთან ერთხელ და უთხრეს რომ დაბრუნდიო ათენშიო და უარი თქვა. მე იმ ქალაქში ვერ დაბრუნდებიო, სადაც ადამიანს როგორც ვერხვის ხეს ეკცევიანო. როცა ქარიშხალია მის ტოტებს აფარებენ თავს და როცა გაიამინდიან მე ტოტებს აჭრიანო რა მე ვერ წამოვალ მაგრამ მოიწამლა თავი და მოკვდა თემისტოკლე რა შეეხება არისტიდეს ახლა არისტიდე გრანდიოზული კაცი იყო ხო არისტიდე და თემისტოკლე ორივე არიან მამები დელოსის კავშირის სიმახის საზღვაო კავშირის
არისტიდემ როცა ეს დელოსის კავშირი გამოცხადა, ის იყო ავტორი ამის, ხო? 478 წელს დაანება პოლიტიკასთან, ჩაეხსნა. ხო, ძალიან ღარიბად ცხოვრობდა გიორგი და მოკვდა სიღარიბაში 666 წელს. მისი გასვენება ათენის ქალაქმა ათენმა აიღო თავის თავს, სახელმწიფომ დააფინანსა მისი გასვენება. და იმდენად უპოვარი დატოვა შვილები, რომ პენსია დაუნიშნა ქალაქმა მის შვილებს და არა მარტო მის შვილებს, მის შვილიშვილებს დაუნიშნა პენსია. მერე ათენის სოკრატე არის ვერსია, რომ სოკრატე მისი შვილიშვილის ქმარი იყო, ან შეიურდომა და იშვილა. ანუ ისე წავიდა როგორც შეუვალი ავტორიტეტის და ძველ საბერძნეთში და სხვათა შორის ძველ რომშიც, როცა სახალხო კრებებზე ან მერე სენატში გამოდიოდნენ, პატიოსნები, ციცერონი ხშირად ახსენებდა ამას, როცა პატიოსნებაზე, პოლიტიკური კორუფციიდან დაცლილ ადამიანზე, აბსოლუტურად შეუვალ ადამიანზე არისტიდე ითვლებოდა პოლიტიკური პატიოსნების განსახიერებას. თემისტოკლეს რო დაასდებდნენ დასაჯერად, მაშინ ხელს არ უწყობდა. უღირსი ქმედება არისტიდეს არ ჩაუდენი არასდროს და ესეც არქეტიპია, როგორც ლეონიდი არქეტიპი გმირობის და შეუპოვრობის, ისე დასავლური პოლიტიკური პატიოსნების და ანტიკორუფციულობის და ხო, ასეთ სახელმწიფოს მეთაური უნდა იყოს არისტიდე და ყველა სწორება ქონდა არისტიდე, მოკვდა სიღარიბეში. ერთადერთი კაცი, ვისაც აფასებდნენ სულ ათენელებს, ხოთა შორის თავის დროზე ამას თემისტოკლეს დროს ხო მოუწყეს ისა რა ქვია, მის დროს დაბრუნდა, ხო. რაც შეეხება პავსანიას და ვასრულებთ. პავსანიასი უცნაური კაცი იყო. ბიზანტიონიდან როცა გაიხმეს, არ ჩავიდა სპარტაში. ცოტა გაურკვეველია, მისი სიკვდილის თარიღიც არ ვიცით, 10 წლის ამპლიტუდა არის რა. არ და მე არის ასეთ ცნობა ბიზანტიონის ტირანი გახდა. აი როგორ მოახერხა ეს არავინ არ იცის, იმიტომ ათენელების ხელში იყო. არ ვიცი ახლა ძველი დამსახურების გამოსცეს პატივი და ამიტომ თუმცა ათენელები ტირანიებს ებრძოდნენ, ხო? და იმ პერიოდში იწყებს წერილების წერა სპარსეთის მეფესთან. ეს თავაზობს, რომ მომეც შენი ქალიშვილი ცოლად და მე საბერძნეთს ჩაგაბარებ რა. როგორც ჩანს, რაღაცა დიდი შეთქმულება, საერთო ბერძნული შეთქმულება იყო. მას არ მოწონდა სპარტის სახელმწიფო სისტემა და არის კიდე ასეთი ვერსია, ამდენად დამაჯერებელია, რომ თითქოს ჰილოტების განთავისუფლებაც უნდა, რეფორმები უნდა სპარტის. არიან მაძაგებლებიც, თანამედროვე ისტორიკოსები, არიან მაძაგებლები, რომლებიც ეძახიან მოალატეა, მაგრამ არიან მაქებარებიც, რომლებიც ეძახიან ამას რეფორმები უნდა და იმიტომ რომ ეს ანტიუტოპია უაზრო სახელმწიფოა. მერე სპარტაში დაბრუნდა. იქ გაუსკდა ეს ამბავი, იქ წერილები აღმოუჩინეს, ისა რაღაც სასამართლოებზე გამოვიდა, იქ თემისტოკლესთან ქონდა შეთავაზებები, ხო თქვი რომ მოდი ერთად გავაკეთე, შენ ათენი აყირავე, მე სპარტას ავაყირავებ, ხო? მე თემისტოკლეს ამის გამო დაუწყეს დევნა. საბოლოო ჯამში სასამართლომდე სიკვდილით დასჯამდე მიდიოდა სახელმწიფო გადატრიალებას აბრალებდნენ თუ მართალია სპარსელებს მტერთან ურთიერთობა და ჰილოტების აჯანყება. ნუ უარესი აღარ არსებობს. ხო. სპარტელებისთვის. და ბოლოს ისე დამთავრდა რომ რა ისა დაჭერას გაექცა და შეასრო ათენას ტაძარში. ახლა ტაძარში ხელისხლება არ შეიძლებოდა, ძალით გამოთრევა არ შეიძლებოდა კაცის, იმიტომ რომ ღმერთის თუ კალღმერთ სადაც შევარდა იმის ქვეშ ახლა ხელს ვერ მოკიდა. ბერემ დღეს გაჩერდა. აი საინტერესო ის არის რომ ახლა ეზოში დადიოდა ახლა ტაძარი მარტო ტაძარი ხო არ არის იქ რა დამხმარე შენობები იყო რაღაცა და ესენ გარედან ელოდებიან რომ წვირი გამოყოს არ გამოდის გარეთ. დიდი ხანი იქ იყო, მაგრამ მერე ერთხელ გადავიდა, შევიდა, ესენ გარედან ათვალიერებდნენ სპარტელებს. შევიდა რაღაცა დამხმარე შენობაში. ტაძრიდან გამოვიდა. ესენი მიცვივდნენ და შესასვლელი აგურებით ამოაშენეს. ჩაკეტეში. პირველი აგური ვინ დადო იცით? დედამისმა. დედამისმა დადო პირველი აგური.
შიგნით გამოკეტეს და შიმშილში და წყურვილში დიდხანს იყო შიგნით. მერე გამოვიდა, უკვე უსასოოდ იყო რა. გამოვიდა, გამოიყვანეს მოკვდა. უკვე დაცლილი იყო. მე დიდი ამბავი ატყო და იქ სპარტაში ზოგი იძახო და რო კლდიდან გადავაგდოთ, როგორც დამნაშავეა სახელმწიფო მავალატები, მაგრამ როგორც ჩანს ახლა პლატეას ვეტერანები, ახლა იქ მოქალაქეები, იქაც გერუსიაში ვიღაცები იქნება, მიიღეს გადაწყვეტა დაკრძალეს. ასე დაამთავრეს ამ გმირებმა. თემისტოკლემ, არისტიდემ, პავსანიოსმა და ქსერქსე რა არის, ხო? ისტორიაში დარჩა ყველა დარჩა ისტორიაში. აი ეს არის და ასე დაამთავრდა ძვირფასო მეგობრებო. დამთავრდა ეს ამბავი როგორც სიზმარი ამის დამთავრდა ეს გრანდიოზული ეპოპეა ბერძნულ სპარსული ომები და პირველი ცივილიზაციური დაპირისპირება როგორც გიორგიმ გაუწყლათ ჩვენ 2-3 კვირა 9 სექტემბრამდე შევწყვეთ ეს არ ნიშნავს ვარ გავაგრძელებთ აუცილებლად პირობას გაძლევთ გავაგრძელებთ ოღონდ შემდეგი ჩვენი თემატიკა უკვე იქნება პერიკლეს საბერძნეთი რასაც მერე მოყვება პელოპონესის ომები და მერე მოყვება უკვე მაკედონიის გამოჩენა რა. დიდი ამბები გველოდება. საოცრად საინტერესო ეპოქა გველის, თუმცა რაც გამოვიარეთ, ესეც პირადად ჩემთვის მაგალითად. კი, ეს საინტერესო იყო. 10 საათზე მეტი გამოგვივიდა, თვითონ მიკვირს ესა, ხო, საკმაოდ დიდი ახლა. ძალიან დიდი მადლობა გუბას. მადლობ თქვენ და მადლობა ჩვენს უკვე ერთგულ მსმენელსა და მაყურებელს. რომელიც მოყვება დიდი ინტერესით, გვიზიარებს თავის მოსაზრებებს, გულშემატკივრობს, გვახარებს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აქვს მნიშვნელობა, რასაც ვქნით გუბაზის დახმარებით, რომ ამას აქვს ასეთი დადებითი გამოხმაურება, ნამდვილად გავაგრძელებთ, არც ენერგიას დავიშურებთ, ცოდნა კი სახეზეა, ასე ვთქვათ და ღმერთიც მომავალ შეხვედრამდე სექტემბერში, 9 სექტემბერში ძვირფასო. მადლობა, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ დროების YouTube გვერდი, მოიწონოთ, გაუზიაროთ თქვენს ნაცნობებს, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო საგანმანათლებლო ცოდნა, ასე ვთქვათ, ინფორმაცია მსოფლიოს ისტორიის შესახებ. ნახვამდის.